ლათინებს აქვს მენსანა ინკორპორესანა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული და არის ეგრე. სპორტი აძლევს პერსპექტივას ხო ეს ხო ერთ დღეში ვერ მიიღწევ ანუ აი რასაც ახლა შენ გიყურებ ზუსტად ესეთი სხეული მქონდა ალბათ არ წყდება მე მგონი ეს დილემა რომ სული თუ სხეული ნახა სახარებაში არ წერია სულაც არის თავს იმას რომ ჩვენ დღეს ეს საკითხი არ დავაყენებთ უცებ აი ეს ტექნოლოგია რომ დაგვეცა თავზე გავჩერდით და ნუ არ ვიცი მაშინ გამოსავალი აგის ფიტნესი აბა რა ვქნა სერიოზულად გეუბნები მოკლედ, მეგობრებო, დავბრუნდით პაუზის შემდეგ, დავბრუნდით ძალიან საინტერესო გადაცემით, ცოტა განსხვავებული ფორმატით და ძალიან ჩემთვის უსაყვარლესი და ძალიან საინტერესო სტუმრით, მოძღვარი გურამ მოთხოზორია, მამა გურამი გვეყოლება დღეს სტუმრად და ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. ძალიან ბევრი პოდკასტი გინახავთ ალბათ ან გადაცემა ამ ბოლო დროს და ადამიანი რომელიც თავის დროს და თავის გადაცემას უთმობს ხოლმე სულიერებას ადამიანის მე და ჩემნაირი ესე ვთქვათ ადამიანები ვართ რომლებიც სიჯანს ახერხებს და სხეულზე ვზრუნავთ მაგრამ ძალიან ცოტაა კონტენტი იმ შესახებ თუ როგორია ამ ორ შორის კავშირი და ამიტომ გამიშთა იდეა რომ გავუკეთებინა გადაცემა და ძალიან დიდი მადლობა მამა გურამს სხვათა შორის ძალიან სასაცილოდ დაიწყო ჩვენი ესე იგი ვარჯიში რა ყოფილა თვითონ სიტყვა გეუბნება ვარჯიში აი ქართულში რა კარგად არის ჯიშიანი ვარო რა ამას გააკეთებოდა ჯიში და ჯილაკი და გენები და მაგრად გეკნება მეტი რა გითხრა მე აახორხეს ეს 3000 კვადრატიანი დარბაზები ქსელები სისტემები მეთოდები იოგა პილატესი კროსფიტი რა გინდა რომ მოგიდეს და არის ვარჯიშო მაგრამ შენ თუ მითის ვარჯიშობ რომ მე დილით ადგილას სარკეში ბიცეპსი დაჭიმო მეტი არაფერი არ გაინტერესებს მაშინ არაფერს აზი არ ქონი არ დიეტას აზი არ ქონი არ ცივიწყლის მასა არ გინდა ყოველდღე ცივწყალში ჩახტი არაფერს აზი არ ქონი გაწიე ყველაფერი მოსწავლე ქალბატონი მოვიდა გუშინ მეუნება ორბელა ტრენერო გამავიწდაო და ხამის პირველი 10 წუთი იყო პროტეინი დავლიეო და სულ არ მახსოვდაო და თან გამახსენდაო მე რომ არ შეიძლება ესე გვიანდალებაო და ბოლომდე კიდე არ გადავყო თან უშაქრო იყო ის პროტეინი საყარელი როგორ მიწდი და მეუნები ქალო ყოველდღე მთლიან ძროხას ჩამაგე რაის პროტეინი ქჩლიკებს ხედავ აგერ პირიდან გადმოდის რაის პროტეინი კარგია ეს რომ მე მინდოდა მაგის თქვა და კარგია რა შენ დაიწყე ძალიან ესე მხიარულად დაიწყო ჩვენი გაცნობა მე მამა გურამს უფრო დიდხანს ვიცნობ იმიტომ რომ დაახლოებით ალბათ 1-2 წლის წინ იყო როდესაც პირველად თქვენი საუბარი მოვისმინე რომელიღაც გადაცემაში და აი ძალიან ჩამწვდა ეს თქვენი საუბარი ძალიან ახლოს იყო ჩემთან აი დაახლოებით როგორი რაღაც დამემართა იცით აი თქვენ გიყვართ ხოლმე ეს შედარება აი მასწავლებელს რო გაკვეთის ან რეპეტიტორს რაღაცას რო უყვებდი კითხვა დაგისვა და პასუხს ცემ ან გაკვეთილს უყვებოდი და კი იცი მაგრამ ცოტას ორჭოფობ დარწმუნებული არ ხარ და აი რაღაცა აი ეუბნები და ისიც რომ თვალებით რომ დიახ აი რაღაცა აი თავის დაქნევასავით აი ესე მოვიდა ჩემთან აი ზუსტად ესე ის საუბარი თითქოს აი მე რასაც განვისტიდი და რასაც ვფიქრობდი თითქოს ის ჩემში რაღაცნაირად დაადასტურეთ ეს ყველაფერი და შემდეგ არ გამომიტოვებია თქვენი ასეთი თითქმის ყველა გადაცემა ნანახი მაქვს და ძალიან ახლოს არის ჩემთან ძალიან ბევრს სწავლობ და შემდეგ რა თქმა უნდა ჩემ ცხოვრებაში ამას ვიყენებ და აი ერთი სული მქონდა იმიტომ რომ სულ ეძიები აი სულ ეს მოძღვარი იქნება მისტიკოსი ეზოთერიკოსი რაღაც სულ ისეთ გადაცემებს უყურებ რომ აი სულ რაღაც ამ სულიერების ძიების პროცესში ვარ მიუხედავად იმისა რომ ჩემი სფერო საერთოდ თითქოს ამასთან საერთოდ არ კავშირში არ არის თუმცა კავშირში არის შინაგანად და მოკლედ დიდი მადლობა ღმერთს მადლობა სამყაროს მადლობა თქვენ რომ დამთანხმდით და მოკლედ დღევანდელი დღე შედგა. ვიდრე დავიწყებდეთ დღევანდელ გადაცემას, მინდა გთხოვოთ რომ ეს ვიდეო დალაიქოთ და გამოიწევთ ჩემი არხი, ამით ძალიან დიდ საქმეს გააკეთებთ, იმიტომ რომ ვეძებთ სპონსორებს და სპონსორებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გამოწერებს და პატარა საქმით თუ დაგვეხმარებით ძალიან მადლობელი ვიქნები. არ ყავს სპონსორები, მაგრამ ყავს ძალიან კარგი პარტნიორები.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით პოლიკარპე კაკაბაძის 45 ნომერში ვერაზე სასტუმრო კასტორ პოლუქსში და ულამაზესი ტერასა აქვს აქ რესტორან 23-ს. ასეთ ძალიან ლამაზ ხედზე და ესეთ ძალიან ლამაზ ადგილას მოგცა საშუალება ჩაგვეწერა ეს ინტერვიუ. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ პარტნიორს საკვები დანამატების და ვიტამინების მაღაზია Excel Fitness Kebabs, რომელიც ჩვენ სტუმრებს ყოველთვის უგზავნის ხოლმე საჩუქრებს და მამა გურამს მინდა ეს გადავცე საჩუქრად, გამოგიგზავნათ. ეს ვინა პარტნიორმა? დიახ, fitness forma პარტნიორმა ყველაფერი აქ. მოდი ეს არის ელკარნიტინი, ამინომჟავა, სხვათა შორის ძალიან სასარგებლო არის ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი მიმართულებით. მე ამას კარგად გაგაცნობთ. ვიტამინიც არის D3 და ცილების გემრიელი ცილების პროტეინის შეფუთვა. უგურესი მადლობა და მადლობა. მოგვეცა საშუალება მართლა ეს ტანდები ძალიან ძვირფასი ტანდები და ეს კარგი დასაწყისია. თითქოს გარედან ორი რაღაცა, სად ფიტნესი და სად ტაძარი და თურმე რაღაც უფრო მეტი ყოფილა საერთო ვიდრე რაღაც გარედან ჩა. და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდება, რომ ამას გზამისეს და მე რომ მაგალითად სპონსორი ყოფილიყავი და ამ გადაცემას დავაფინანსებდი და რომ ასე გაიგზელებინა. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია გიორგი მეც და საერთოდ აი თაობებს შორის აი ეს ხიდების გადება საჭირო. ეს არ ვიცი რატო ხდება ხოლმე, რომ თითქოს გარეგნულად განსხვავებული ეს იქნება ასაკობრივი სოციალური რაღაცა მიმართულებებით, თითქოს შინაგანი კავშირი ნაკლებია და გარეგნულია რეალობის. სინამდვილეში ნამდვილად ასე არ არის. ძალიან ღრმად შევად იქ ყველგან არის ერთი ცნობიერება, ერთი წმიდა სული, რომელიც თავის თავს მერე ატირაჟირებს სხვადასხვა ფორმებით და ერთგვარად რაღაცა კარნავალივით გამოდის თავის თავს ეთამაშება თუ რა არის, თუმცა ჩვენ ეს არ ვიცი და ამიტომ ძალიან სერიოზულად ვიყებ შენ შემთხვევაში. მე პირადად ყოველთვის ბავშვობიდან ასე ვიყავი, მიზიდავდა ყოველთვის ჩემი რაღაც განსხვავებული, სხვანაირად გამოვლენილი ვიფსები მაგით, მე პირიქით სწავლობ კიდე. მინდოდა ზუსტად ეს განსხვავებულობა შემომეტანა ამ გადაცემაში, სპეციალურად გავაკეთე, რომ ესე იგი გამოვეწყე. იმაზე უფრო მეტად სპორტულად ვიდრე ჩემ გადაცემებში ვარ ხოლმე, რომ ეს კონტრასტი მეჩვენებინა, იმიტომ რომ აქ ეხავს ხედავთ ორი ადამიანი, რომელიც ერთი აქეთ ერთი შეხედვით მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ რაღაც ცხელს მიხედოს, ტანი დაიყენოს ადამიანებსაც ვეხმარები იმაში, რომ ჯანსაღი ცხოვრება, სპორტული ცხოვრება, ასე ვთქვათ, უწევ ამ ყველაფერს პოპულარიზაციას. ახალგაზრდებისთვის ეს ამხელა ის არის, შენ ჩემს წინ არის ადამიანი, რომელიც ადამიანებს სულიერ გზაზე ეხმარება და სულიერ ცხოვრებაში ეხმარება. ისევ განსხვავებულობაზე ვამბობ და თუმცა აი კითხვა შეიძლება საინტერესო. შენ რამდენი ხარ თუ საიტუბლა არ არის? 35 წელს. ო დიდი ბიჭი ხარ. მე ვიყავი 22-23 წელსაც არ ვიყავი. ზუსტად ამდგო აი რასაც ახლა შენ გიყურებ, აი ღვთის წინაშე გეუბნები, აი ზუსტად ესეთი სხეული მქონდა მე. ეს ალბათ არავინ არ იცის ეგ ამ. აი იმიტომ რომ მე ისა ნუ ბავშვობიდან სირბილი მიყვარდა და უნივერსიტეტში ვიყავ ფაკულტეტის აი ეს და ისა სირბილის იმაში რა მონაწილეობას ვიღებ შეჯიბრებით. შემდეგ ერთხელ ეზოში დავდივარ, ნუ მაღალი ვიყავი ტანით ახლა მორბენალი ხარ რაღაცა და მან დგებოდა უნივერსიტეტის ნაკრები მაგ დროს რაგბიში არა, რეგბიში. მაშინ რეგბიზე ძახდა. ხო და მე ხუმრო ხოლმე რეგბისტი ვიყავი ომამდე მეთქი, მაინც რომ. ხო და მაშინ იყო ერთი დათო კილასოდია საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო და სპორტის დამსახური როდესაც ყველაზე ესეთი ერთი ლეგენდა რაგბისტი, ყველა რაგბისტი ახლა დიდი სიხარულით გაიხსენდა ყველა რაგბის მიესალმები აქეთან მე წყალს შორის ძალიან დიდი სიყვარული მაქვს და მე თვითონაც თამაშობ და მეორე ბურძგელას ეძახდით და გურამ კილასონია. ეს ორი პროფესიონალი რაგბისტი და ერთი წუთით შეიძლებაო ბაღში უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მაშინ იქ სწავლობდი უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტში. კარგი და უკან სასადილო იყო, დავსხედე ზუსტად ასე და მე ვიგნებია რომ აი შენო შეხედეთო და შენო გამოგარჩიეთო აი უნივერსიტეტის რეგბის ნაკრებს ვადგენთო და პირველ შემადგენლობაზე შენი სტანდარტები, ანუ სიმაღლე არ ვიცი ახლა რა ქვია ზევით რო ესე ფურცი რო იყება, ხო, მაშინ ესე არ იყო, თვითონ უნდა ამხტარიყავი, ამიტომ მაღლები ჭირდებოდა. და მაგ პოზიციისთვის გამომარჩიეს და მე სპორტული რაღაცები და
ერთი წელი ეს რაგბი როგორ ეცი ისეთი ვარჯიში მიდის ყველაფერი ხო აი ესეთი ტანი მქონდა და ჩვენ კურსელი იყო უნივერსიტეტში ვიყავით მე ზბორებზე წაგვიყვანეს ზბორები ქვია სამთვიანი კურსები სამხედრო ახალციხეში და მან კურსელი ყავდა მამუკა ბერიაშვილი ახლა მამუკა მოგესალმებ შენ თუ უყურებ ამას შენც გაგახსენდება პარადოქსი იყო ეგ არ შეიძლებოდა მოხდარიყო ბოდი ბილდერი აი ესეთი ყველა მიცოდე მამუკა დაგვაჭიდეს მე და მამუკა ახლა მეც ესეთ ფორმაში ვიყავი და ეს მამუკა წავაქციე წარმოიდგინე და აი ესეთი ის იყო შოკი იყო ყველასის და ცხოვრებული გედიას როცა თავი სოსო ჯაჭულიან მაშინ ჯარს იხდი ახალი გადაღებული იყო ნატურის ხეში მაშინ და ძალიან პოპულარული ბიჭი იყო და მე და სოსო დავიძახებდა სოსო დილას გავდივდით ერთად სავარჯიშოს და აი ეს ასე რომ მე არ ვიკვირ მე ჩემ თავს ხედავ ხა მაგას აქში ეთქობა რაღაცა იგზნო ჩემმა იმანაც რა შინაგანმა რაღაც წერტილმა რომ თქვენთან რაღაცა ესეთი კავშირი უნდა მქონოდეთ გიორგი მეც რაგბის თამაშობ ადამიანი რატო არის სპორტი კარგი ახალგაზრდა შენ უკვე ფაქტორ ბოსიარული რეკლამა შენ რომ 1000 სიტყვა თქვა და 10ობით პოდკასტი ჩაწერო რომ ივარჯიშეთ ესქერდი ისქერდი საერთოდ სიტყვა არ ამოიღო გადი გამოდი მარტო ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ხო დაინტერესდება რაც და რაც არ ბაძავენ ახალგაზრდები და ვარიანტი არ არის რომ ბავშვმა გულში არ ჩაიდო იმიტომ რომ ეს დაუხარჯევ ენერგიები ახალგაზრდებს რო აქ წამალი იქ რაღაცა და გულს აიტეხავს მაგრამ აი სადინარს რომ მისცემ ინტერესი რომ ვით არის სპორტი კარგი საერთოდ ზოგადად ადამიანი თავის შესაძლებლობაა ადამიანი დასრულებული კაცი ქრისტეში მე ადამიანები გზა კაცამდე შესაბამისად ყველა ადამიანი არის თავისთავად და გამოდის და როცა ეს ეკეტება პერსპექტივას ვერ ხედავ ბაში უკვე ჭაობდება პროტესტი აქ და ლპება როგორც მდინარე რო დაჭაობდება სპორტი აძლევს პერსპექტივას ხო ეს ხო ერთ დღეში ვერ მიიღწევ ანუ ინტერესი რომ დაკავდეს რომ ცხოვრება შეიყვაროს ამისთვის არის სპორტი არის ძალიან კარგი არა შესანიშნავი მაინც არსებობს ხო ესე დაყოფა სული სხეული ხო ადამიანები ძალიან ბევრი მოსაზრებები არის რომ სულიერად ცხოვრობს რომ სულზე უნდა იზრუნოს ადამიანმა და ეს სხეული თითქოს რაღაცა ესე დიდი არაფერი რა არიან ადამიანები პირიქით ხო რამაც სხეულზე ზრუნავენ ეს სულიერი ცხოვრება დიდად არ აინტერესებს მაგრამ ჩემთვის პირადად ეს იმდენად ერთი და გადაჯაჭვური და ამის განცალკევებას არ ვაკეთებ რა და სულ მაინტერესებდა ეხა მატერიალური პერსპექტივიდან რა არის სული ცოტა რთულია ხო თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ მატერიაში ვიმყოფებით აგვსაუბრობთ და გადმოვცეთ ის რომელიც არამატერიალურია ცოტა რთული არის მაგრამ აი დაახლოებით ჩემ წარმოდგენაში წარმოსახვაში ვიზუალიზაციას რო უკეთებთ ხო ანიმაციები არსებობს ფილმები ხანდახან ხდება რომ ეს სული რაღაც როგორც ნატიფი რაღაცა ხო სხეული ჩადის სხეულში ან გამოდის ან მე წარმომიდგენია რომ რაღაცა აი ამ სულიერი რომელიც არამატერიალურია ამის რაღაცა გამყარებული ნაწილი არის სხეული აი რაღაც ჩემს გონებაში რაღაცა ესე წარმოვიდგენ და ძალიან მაინტერესებს თქვენი ახსნა ამ ყველაფრის რომ აი ესეთი პასუხი მიიღო რომ ეხა მგონია რომ სულად დავმაყოფილდები ისი რომ ესე მეც გეთანხმები რომ ეს არ შეიძლება ცალ-ცალკე დაუპირისპიროს მე მაგიზიარას მაგალითად აი სულიერი ადამიანი რო იტყვიან ვერ ვიღებ ამას რასისტად სულიერი ადამიანი ან ეს თუ არ გამსჭოლელი არ არის ყველაფერი რასაც შელაპარაკობ ღმერთს ყვარულზე თუნდაც კაი ამაღლებულს მაგრამ რეალიზება პრაქტიკაში თუ არა გაქვს ეს უკვე ამცდარია ცდება ადამიანი ყველა ცხოველისგან, ყველა ქმნილებისგან განსხვავებით არის ღვთის ხატად შექმნილი. მოდი ეს არის აქსიომა, ამაზე არ საერთოდ და თქვა რომ არ არის ღმერთი, არაფერი არ არის და შენი არჩევანია, მაგრამ აქ არჩევანი მეორე არჩევანი არ არის. ჩვენ ამას ვიღებთ როგორც მოცემულობა. და ეს ღვთის ხატება ნიშნავს რომ ადამიანის შესაძლებლობა. წარმოიდგინე ყველა ცხოველი არის დეტერმინირებული, რაღაც გარედან დასრულებული ინსტინქტები. აი კუდან დაწყებული, რომელიც ეს არის ჩამოქნილი რაღაცა ჩვევა და თვისება, ვერ გადავა იმას იმის ძალიანაც რომ უნდა ეს ყველაფერი დეტერმინირებულია, ჩამოყალიბებულია, სახელდარქმეულია და ადამიანი ერთადერთი არსება, რომელიც ღვთის ხატად არის შექმნილი. მსგავსად არა. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ ხატება არის პოტენცია, შესაძლებლობა, აი როგორც მარცვალი არის შესაძლებლობით
დაუშვათ რაღაცა ხილი ან კვერცხი არის შესაძლებლობით წიწილი. თუმცა შესაძლებლობა შეიძლება არ განვითარდეს მას ადამიანის შესაძლებლობით ღმერთია. რატო? მეორე ღმერთი ხო არ არის ერთია თავის თავში. შესაბამისად მაშინ კლონი იქნებოდა ან ნაკლები. მაგრამ ღმერთს უდოდა რითაც სავსე სისავსე სხვასაც ქონოდა. ამიტომ ის შესაძლებლობებით თქვის ადამიანი თავის გარეთ გამყოფს, თავის სიცოცხლეს დებს იმ ფოტონს რაღაცა უხილავს. აი ეს არის შესაძლებლობა. რომელიც ამ ადამიანურ ბუნებას შეუძლია მიამსგავსოს თავის შემოქმნეს უსასრულოდ მიდის იქით კენეს. ეს ენერგია ჩვენში რო არ იყოს, ჩვენ სადღაც გავჩერდებოდით. ხო ცხოველს ახლა შეხედე დაუშვათ ძაღლს თუ არ შეა, თუ არ ტკივა, თუ არ ცივა, კმაყოფი არ ფეაროდა მეტი. პრობლემა აქვს, მაშინ როცა ან შეცივდება, ან მოშივდება, ან რაღაცა და ადამიანი პირიქით მაშინ გიждდება ზუსტად როცა ყველაფერია. აი მაშინ არის პრობლემა, აი ამას ფილოსოფოსებიც ამბობენ. იმიტომ რომ სანამში კიდე დაგჩენია რომ აი იმას რო ვიყიდი ბედნიერი ვიქნები კიდე აი როდესაც იმდენი მე არ ვიცი როგორ ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები მაგათაც როდესაც ძალიან ძნელია. ამიტომ ეს სული მაშინ მოდი ასე გამოვყოთ და მატერია და სული რო დავაკონკრეტოთ. სული ორივე ცალ-ცალკე არც ადამიანი არც იქით არის და არც აქ. ანუ არც სულში ადამიანი ცალკე და არც ტვერში რომელდენ მიწიდან აიღო. მაგრამ აი მიწა და მარცვალი რა ვიყოთ ახლა მიწა ცალკე მკვდარი შავი ბლანტი მას არაფერი არ მკვდარია. მარცვალი ცალკე რა არის გაკონიტავ ვერ შეჭამ იქ შიგნით არაფერი არ არის 0 ორივე უერთდება ერთმანეთს და ვიღებ ბაღნარს აი ყველაფერი კომბინაცია. აი ადამიანი არის ის კომბინაცია ორის ან სულის ანუ გონითის საწყისის ნუ უფრო ჩვენ ენაზე რო გადმოვიტანოთ ალბათ პროექტი. ანუ პროექტი არის რაღაცი წარმოდგენა მე ესმი და ნუ პროექტი მე ფინანსდება და უშუალოდ რაღაცა და ეშვება უკვე ქართულ წარმოებაში. ანუ ინჟინერია. აქ უკვე მიწაა საჭირო მატერია, მტვერი. მასალა უერთდება ეს გონითის საწყისი, რომელსაც იხსოვნა აქ, მაგრამ მიწა ჭირდება, მიწის გარეშე ვერ გახორციელდება. ხოლო მიწა ბლანტია ის თუ არ მიიღო თავის თავში მარცვალი, მაშინ ის ასე დარჩება. და როდესაც ეს კომბინაცია ხდება და იქ ვინც ამ ორიდან ფორმირებას იწყებს, ეს არ უკვე სრული კაცის კეცვლა. მანამდე გზაში ვარ ჩვენ ადამიანად. აი ეგ არის ალბათ აქ წდება მე მგონი ეს დილემა, რომ სული თუ სხეული. არ უნდა გაყო, იყო ეპოქები, გიორგი, ქრისტიანობაში. როდესაც პრიმატი ქონდა, უპირატესობა ქონდა სულს და ამბობდნენ რომ სხეული ეს არის მტერი, ეს უნდა დავაჩაჩანაკოთ, ამას არ უნდა ვაჭამოთ, არ უნდა იყო ბერობის მკაცრი ინსტიტუტები, თუმცა ეკლესია არასდროს არ იღებს ამას როგორც ნორმას. დროებით საშუალებად კი რაღაცა, მაგრამ თვითონ მტერი სხეული არ არის. ეს არამართმადებული მოძღვრება. მტერი არის შენი ვნებები და შენი დაუმორჩილება და როდესაც ვერ ფლობ სიტუაციას და ნება არა გაქვს. ნება როცა ძლიერი გაქვს ყველაფერს მართავს სწორად. ამიტომ სხეულს კი არ უნდა ებრძოლო და კი არ უნდა აშიმშილო და არიქა დაუშვათ ვნებები რომ ჩავიკლა ეს უნდა ეს ხელოვნური გზაა უპირატესობა ნაკლები. არიბანდნენ დაუშვათ წლების მანძილზე და იკვეხნიდნენ რომ აი მე მაგარი ქრისტიანი ვარ და ამდენი ხანი არ დამებანე, იმიტომ რომ ვნებებს აღძრავსო და ასე შემდეგ. და უამრავ ნიშვებული ძალიან. აიყო მეორე პერიოდი აღორძინების შემდეგ გადავედი ფუფუნებაში სხეული წამოვიდა დღეს მატერიალიზმი უკვე ძალიან კულტი. აი კულტი უკვე უკიდურესობა კერპია. ყველაფერი კერპია რა თვით მიზანი ხდება და თლიანს გამორჩება გასვლის ირღვევა ბალანსი. ანუ პოლოტება არის არა ის რომ დაუშვათ ან სხეულზე ზრუნავ, ან სულზე ზრუნავ, არამედ ბოროტება არის რომ ნორმა გაქვს დარღვეული, თორე პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს. ნახეთ, ისე გიყვარდეთ კაცებო თქვენი მცოლები, როგორც საკუთარი სხეულიო. ვინაიდან არავის არ მოძულებია თავისი სხეულიო, არამედ ზრუნავს და დაფოფინებს მასო. ნახე რას გეუბნება. ზრუნავს და იმიტომ რომ და მოგემსახურზე შენი ხარია, შენი მსახურას, აბა ერთი აქტივდეს კბილი, აბა რაღაც, აბა რასიზმ ნახოთ, ვერც ლოცვას კანონში საერთოდ თავს დაიწყევი. აბა რამე დისკომფორტი კონდეს, აბა როგორი ბიჭი იქნება, მაგასაც ნახავ. კი ბატონო, შენ იტყვი რომ აი მე ღმერთის ის არ მაგრამ რათა, თორე კი არ არის აუცილებელი. ანუ უნდა მოუარო. ოღონდ ეგ პრობლემაა, კერპი არ უნდა გახადო. აი ეგ უკვე ირღვევა, მარტო ეს, კი ბატონო, მთელი ენერგია თუ ამას მიეცი, კი, მაგრამ იქ მეორე ირღვევა.
ანუ თუ ეს ბალანსი, აი ლათინებს აქვს mensana incorpore sano, ეს ლათინური სენტენცია ყველა. ან ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული და არის ეგრე. ქრისტიანობაზე არ დაურღვევია ეს ხოთაში. არასწორი გაგება ქრისტიანობაში არის კაცრი რაღაც არა, მაგრამ ბალანსი არ ქრისტეში. ქრისტე არის სრული კაცი და სრული ღმერთი. ბალანსი არის აბსოლუტურად ნორმალური ადამიანს კონდეს სხეულით ჯამთელი საღი და პირიქით სხვებისთვის სასიამოვნოა, რატო უნდა იყოს სხვების ათრევი ან თუ საშუალება გააქვს. ახლა მე არ ვამბობ რომ ფიზიკურად არ აქვს ადამიანს და რაღაც ისეთ პრობლემებში ან რაღაც ისეთნაირად, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში თავისი ეკუთვნის. მე სულ ესე ვფიქრობ, რომ სხეული და სული რაღაც ერთიანია და ამის გამოყოფა. ისევე როგორც აი მატერიალურ სამყაროს და სულიერ სამყაროს რო განიხილავენ ცალ-ცალკე. ხო, აი სადღაც არის სულიერ სამყარო, აქ არის მატერიალურ სამყარო. ჩემი გაგებით მე ახლა ამ ყველაფერს რო უყურებ და რო ვიყურები, ჩემთვის ესეც სულიერი სამყაროა. მურად კონცენტრირებული სულია. ხო, მაგას ყველაფერში ღმერთი ჩანს. სასწაულს რატო ვეძებთ, რომ რაღაცა ეს კორპუსი უცებ გადავიდეს იქით, ან გაქრეს, ან რაღაც. რაც ხდება ეს, ხო, ეს რაც ხდება. ზეცას ღრუბელს შეხედე თუ ამაში. ჩემთვის ეგეც სასწაულია, ეგეც კი არა, ეგ არის სასწაული, რა ვიცი, რო არსებობს საერთოდ ჩემთვის ეგ სასწაული. ამიტომ ჩემთვის ამის გაყოფა არ მოსულა, მაგრამ პირობა არის ეგეთი, რომ ეს სხეული სადამ რაღაცა პერიოდი მოგვემსახურება და შემდეგ ხდება ხო სხეული ფაქტია. აი მანდ ცოტა გავიჭედე, რომ თუ სხეული ჩემი ნაწილია და სულის ნაწილია და ეს ამ დროს სხეული გიჩნდება. და თან უვლი და თან დროს შემდეგ უნდა მიწად იქცეს, ხო? აი აქ არის ზუსტად ის რომ სხეულს როცა გულისხმობთ, აი რას გულისხმობთ, რომელიც სხეულს? ეს სხეული შენი არ არის ფაქტობრივად, ახლა ვერთვა დიდხანს გამყოფოს, 1-50 წლის მერე შენ ესეთი სხეული არ ეს უნდა იცოდე წინასწარ. მაშინ აქედანვე, მაშინ მიზანი რა არის თუ ეს მაინც გაცვდება? ანუ როცა სხეულზე ვლაპარაკობთ, მაგალითად პავლემაც ამბობს, თქვენი სული, სამშვინელი და სხეული იყოს სრულყოფილი ქრისტეს მოსვლის წინოდა. ახლა სხეულიზე პირდაპირ ბიოქიმიაზე არ ყოფილა ლაპარაკი. ანუ არის სხვა დონის სხეული, როგორც ქრისტეს ჰქონდა აღდგომის შემდეგ. და არ არის ადვილი, მისაგმარა მინიშნება არის. ქრისტე აღდგომის შემდეგ ვერ გაიგებ ვინ არის. ზოგი ცნობს, ხან ცნობენ, ხან ვერ ცნობენ. ანუ იგივეა, მაგრამ იგივე არ არის თან. და ხანდახან რომ შემოდის დაკეტილ კარებში შემოდის უცბად მოწაფები არიან, ყვირიან. და ერთი მომენტია რომ შემოვიდა ქრისტე აღდგომის შემდეგ შიშისგან შეყვერს და იესო დუგეშილიათ. ნახე რა მე სული არა ვარ. იმიტომ რომ სულის უკდავება, იმიტომ რომ იყო შემოსული და ყველა ჯეროდა რომ სული უკდავება როგორც ჩვენ, მაგრამ ქრისტეს რაღაცა შემოგახადა. ქრისტიანობაში სულის უკდავებაზე არ არის აპელირება. საერთოდ არ წერია. ქრისტიანობა სულ აღდგომაზე წერია და კონკრეტულად სხეულის აღდგომაზე. სულ აპელირება ამაზე. ასე რომ ძალიან სერიოზული მდგომარეობა მნიშვნელობა აქვს სხეულს. დიახ ამ სხეულს ოღონდ გაკეთილშობილება რაღაცა შედის როგორც ქრისტეში. აი ნახე რა ხდება. რო უთხრა მათ რომ ეს სული არა ვარო, როგორ დააშოშვენ ახლა ეუბნება. ახლა უნდა დაუმტკიცოს რომ მე იგივე ვარ და როგორ უნდა შემხედეთო ეუბნება პირდაპირ. ნახეთო შემახეთო ხელიო. სულსო სისხლი და ძვალი არ აქვს როგორც მე მაქვსო. ნახე ანუ რას გეუბნება ამით. ანუ ტყუილს ხო არ ამბობს კაცო. ესე იგი აღდგომის შემდეგ ამბობს რომ მე მაქვს ძვალი და მე მაქვს სისხლიო. მერე კიდე არ ჯერდება რომ დააჯეროს ეს ენა მომეცითო ერთი საჭმელიო მისცეს მიაწოდესო თაფლის გოლი და თევზიო და თევზი რომ მისცეს რა დეტალია სახარება სასწაული აი თვითონ წრილვანია მაგრამ კიცდება და თევზი აიღო გატეხავ შეჭამავ და ნახევარი უკან დაუბრუნავ რატო ნახევარი არის ფიქრო ეს გაქრე ან манипуляცია გააკეთა რაღაც ნახევარი საწავიდა იმ მომენტში ნახევარი მისცა ნიმტკიცება რომ მართლა ჭამა ნიუტკიცება რომ მართლა მაქვს სხეული, მართლა მაქვს ძვალი და ამ დროს ეს სხეული დაკეტილ კარებში გადის. და რასთან გვაქვს აქ? რა ხდება? აბა რა სხეულზე ლაპარაკი? აბა შენ თუ შეგიძლია თქვა. ვერ ჩავწვდები. ხო და არის გაკეთილშობილი სხეული, როგორც ჩვენ გვექნებოდა იქ ცოდვის გზით თუ არ წასულიყო კაცობრიობა და რატო უყურე ახლა გიორგი რა ხდება? თავდაპირველი მდგომარეობა როგორია? ჰარმონია. უყურეთ ადამი ევა, ახლა მოკლედ ვიტყვი ამას. იღებენ ღმერთისგან ინსპირაციას, სიცოცხლეს და როგორც ჟანგბადს ვიღებ ჩვენ. ანუ სიმშვიდეა, შიში არ არის, სიკვდილის ნაკლებობა არ არის.
და აი როგორც სუნთქვასავი სიცოცხლის გაჯერებულ მდგომარეობაში არის. აი ეს არის მოკლედ ვთქვას ღმერთთან ანუ სამყაროს შემოქმედთან უშუალო პირდაპირი აი სუნთქვა, ჟანგბადს რო სუნთქვა მისეთი კავშირი. ახლა სული რომ მოდის ადამიანის გონებას ავსებს, სავსე გონება განათებული და გაწყებული გულს უღრის ამ სინათლეს, სინათლე გულში რო გული ხო სტიქია, ლავა, ყველაფერი აქ არის. მაგრამ ის შუქი რომ მოდის, დიდი სინათლე ამას გულს ჰარმონიაში მოყავს გული და გული მიუღრის სხეულს. და შესაბამისად სხეულს დატვირთვა არა. ანუ სხეული დღეს რო ჭამს, ჩვენ 1-3 მე ჭამთ ალბათ, ვიდრე სხეული ჭირდება ნორმალურ მდგომარეობაში რო იყო. აი თუ შენ შეგიმჩნევია მაგალითად ძალიან ჰარმონიაში რო ხარ სულთან. ძალიან აი ისეთ საჭმელი არ გინდა. ან ძალიან ცოტას ჭამ. და თუ დააკვირდები რო ჭამ მე მაგალითად არის პირველ ყოფილი ინსტინქტი რომ ბევრი ჭამე და დიდხანს არ მოგშევდება, დიდხანს ცოცხალი იქნებ. საიდან მოდის გადარჩენი შიშიდან. მე ჩემ თავს სულ ვიჭერ რომ ბევრ ჭამ, აბა გაჭი რატო ჭამ? გეშინია, იმიტომ რომ როცა მაძღარი ხარ, უკვე სიკვდილის არ გეშინია, სანამ მაძღარი ხარ. ამიტომ ცდილობ რომ პური ნახო, მე ბაღონი მთელი ბავშვობა შიმშილი გავატარე სულ შიშებში. მთელი სტუდენტობა, მე 6 შვილი ვყავდი შემშობლები, ძალიან ღარიბი ოჯახის ვიყავდი, სახლის დაგვეწვა, სტუდენტობისას სათქო და ფული ნახევრად შეერი ვიძინებდით, დრეები გვაგატატანილი და შესაბამისად ეს შიში ვიცი რას ნიშნავს, საჭმელი რო გინდა შის შემთხვევაში აიძულებს ადამიანს თავისი აი ინსტინქტები და შიშები რომ ბევრი ჭამოს, ბევრი რაღაცა რომ ეს შიში გააყო. მაგრამ თუ შინაგანად გაწონასწორებული ხარ, მაშინ მინიმუმზე დადის. ანუ კიდე გეუბნები, მე ვამბობ რომ რა არის წოთისოფელი? წოთისოფელი არის დანევროზებული სამოთხე. იგივე სამოთხე, რომელსაც ნევროზი გაუჩინეთ. სამოთხე არსად არ წასულდა, საწავიდეთ, ჩვენ წავედით და ავრიეთ ის რაც ჰარმონიული იყო. აი ამ არას რო ამოყირავდა, რომ შენ იქნები როგორც ღმერთი, უკვე შეიცვალა მთლიანად მიდგომა სამყაროს მიერ. როგორ შეიცვალა, ნახეთ, თუ იქიდან ვიღებდი გამზადებულ ბზის ენერგიას, უხეშად რო ვთქვა. გამზადებულა და ბრძოლა არ იყო საჭირო, არ როგორ ჟანგბადის არის ბძვი, ესე იღება, მაგრამ როცა ამას ვიღებ, გული შვიდია, გაჯერებულია, სინათლით გავსებულია, გალაღებული გული სხეულს სიმშვიდეს აძლევს, სხეულს მინიმუმი უნდა. მარტო შესანარჩუნებლად უნდა თავისი იმის და ყველა ორგანო ჰარმონიაშია. არაფერი და შესაბამისად ესეთი სხეული თუ რო წასულიყო ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პროცესები, რომ დაჩაჩანაგდო სხეული ესეთი არ იქნებოდა. და იესო აი ამას გახსენება აღადგენს მაგას ისე. და ამ დროს რა მოხდა? ახლა დავამთავრებ, რომ ამოყირავდა, რომ გადაიკეტა, ანუ შიში რო გაჩნდა იქ, რომ შენ იქნები როგორც ღმერთი, მოკვდა. სიკვდილი არის მოკლება, ანუ ჰარმონია დაირღვა, აი იქიდან უკვე არიღებს უკვე, გადაეკეტა. ამან რომ საკვები იქიდან არ მიიღო, იქიდან ხო და მიიღო ღმერთის სიყვარულისგან, სიმშვიდისგან, ჟანგბადით, ამას ხო უკვე ნაკლებობა დააწვა იმას სამშვინველს, ანუ შიდა სამყაროსო კაჩავს იქით ჭირდება. მას გონებ, ხოლო ამ სამშვინელს კიდე სხეულიდან ჭირდება აქეთ კაჩვა, იქით რო აძლევდა, ახლა სიამოვნებები ჭამას, სვით, იქარვებს იმას, რაც აქედან უნდა მიიღო. ხოლო ეს იქარვებს იმას ამისგან, რაც იქიდან უნდა მიიღო და მთლიანად ამოყირავდა და წარმოგიდგენია სხეული, კიდე კარგად არის, დღეს რა დღეშია. ყველაფერი შეცვლილია. ანუ ის ენერგია, რომელიც მას ავსებდა, არ არის და უკვე შიდა წვაზე გადასულ უხეშად რო ვთქვა, აი მატერია საწყალი, სხეულს დააწვა ყველაფერი ამ ორმაგი. ანუ კაჩავს, რომ დააკმაყოფილოს გული აძლევს იმას და მუდმივად მიწაში თვალი დასანახი, ყურით მოსასმენი, საჭმელი, იქ გენიტალიებს თავისი უნდა, იმას თავისი უნდა, იმედ მუდმივად პირი აქ დაბშენილი აქ ზევით. რატომ? იმიტომ რომ ადამიანის სული ბუნებით არის ნეტარი და თვითკმარი, ღმერთია ასეთი. როცა ის მოვაწყდა პირველ კვების ბლოკს, წყაროს გახდა, აი ჟარგონზე რო ვთქვა და ლომკას რო ეძახიან ახლა. ანუ უკვე აკლია და კვდება. მაშინ საიდან მოვიპართ, ანუ საიდან და მიწიდან და აი სხეულ დააწვა ორმაგი კი არა ალბათ რა ვიცი ისეთი რომ უკაჩავს ამას ბუდულად და ისეთ დაძაბულობაშია და ისეთი მაშინ ანუ სხეული შესანარჩუნებლად კი არ ჭამს ადრე რო იყო ისე მარტო არამედ ამათ მოსამარაგებლად სიამოვნებისთვის ნეტარებისთვის იმისთვის ამისთვის და ეს უკვე იფიტება საწყარი ახლა იესოში ხო გეუბნები უკვე ბრუნდება იერარქიამ როგორც ის წმენას იღებ უკვე სიხარული მოდის აღდგომის სიხარული მორჩა შენეს თვითკმარია სულს უკვე არ ჭირდება აქედა ახლა თვითკმარის სული უკვე ამშვიდებს გულს
გული უკვე არ აწევს სხეულს, არ მინდა ჭამა, სმა, ყველაფერი მაზღარება. და შესაბამისად სხეულის საწყალს მინიმუმი მუშაობა ჭირდება და უკვე აღდგება იერარქია. მე დარწმუნებული ვარ, ადამიანმა თავის შინაგანი სამყარო აღადგინოს ღმერთთან, სხეულის აღუდგება და თავის ადგილას დადგება ნელ-ნელა. წამიკითხავს ან მომისმენი აი აზტეკური ცხოვრები ბევრი ისეთი წმინდა მამის ცხოვრება და ხშირად არის რომ რაღაც არც მუხუდოს ან რაღაცას ჭამდა მხოლოდ მთელი ცხოვრება. ძალიან ცოტა. არც უნდა მე იმიტომ კი არა იქმენდა. ხო, დღეს მაგალითად ადამიანი რომ დასვა და მთელი რაღაც 1-2 თვე მაინც ეგეთ კვებაზე დასვა, სულად გახდება. ხო, ან ფიზიკურად შეექმნება პრობლემა. და სულ მიკვირდა რომ როგორ შეიძლება რომ ადამიანს რაღაც ხო კუნთი გჭირდება იქ რაღაც მეტაბოლური პროცესები ხდება სხეულში და ადამიანი მთელი ცხოვრება ფოთლებს ჭამდეს და იყოს ჯანმრთელი და სულ ამაზე სულ ის მქონდა რომ მართლა ესე იყო და შემდეგ მე თვითონ გამოცავდე ჩემ თავზე ესეთი ამბები რა. სხვათა შორის ეს ყველაფერი დაიწყო, როდესაც აი პირველად მარხვა შევინახე. ანუ შენ ნახე ხო? ეს პირველად არ იყო, იმიტომ რომ ბავშვობაშიც მქონდა ესეთი გამოცდილება რომ მარხვა დამის, მაგრამ ეთქობა ის გაცნობიერებულად არ ვაკეთებდი ამას. ხშირად ვასწავლი ფასტინგი, შიმშილი და ანუ უხეში შედარებაა, მაგრამ არის თქვა ეგეთი ტექნიკა, რომელსაც რამოდენიმე დღე შიმშილობს ადამიანი და იწმინდება ორგანიზმის ავტოფაგია ერთვება თავის. ავტოფაგია. და ამას რო ვაკეთებ, ხოლმე მაშინ ზუსტად ხვდები, რომ აი რაზეც თქვენ ახლა საუბრობდით რა, ისევ ზუსტად იგივე მიბრუნდება რა, რასაც ახლა მე ჩემი ამ რაღაცა. ანუ რაც თავს უბრუნდები, დაწოლა ნაკლებია, წვა ნაკლებია და შესაბამისად სხეულს არ ჭირდება ნელი საკვები. არც ვარჯიშობ ხოლმე მშიერი, არც ყველაფერს ფიზიკურ გონებრივ ყველანაირ საქმიანობას ვაკეთებ, მაგრამ და ეხა ამ ყველაფრით სად მივდივარ, რომ ესეთი ტექნიკები ეხა მე რასაც ვიყენებ ხოლმე რა, ეს იქნება შიმშილი, ეს არის რაღაც წყალი, სუნთქვის ვარჯიშები, ბუდიზმი რო ავიღოთ, ხო? ბევრი ტექნიკები მოდის აქედან და ნუ ეხა იმაზე აღარ ვიტყვი, ხო, შაოლინის მონასტრის ბერები, რომ კუნფუ მოდის ბოლოს და ბოლოს იქიდან. ინდუიზმშიც არის ეს, რომ იოგა მაგალითად და სუნთქვის ვარჯიშები მაგალითად მე ამ აქედან მომაქვს. ამ კითხვას თქვენ სხვათა შორის ნაკლებად იყო ცოდნა. ქრისტიანობაში აი ესეთ რაღაცას ვერ ხვდები. უწრფელად მე მჯერა რომ ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება და თუნდაც კვება ხო, როგორი კვება და მე ამას ყურადღებას რო აქცევს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და თუ არის ქრისტიანულ სწავლებებში ამაზე რამე მინიშნება ან სახარების მიხედვით მაინც და მაინც გამოკვეთილი მინიშნება არ არის. აი მაგალითად პავლე მოციქული ერთ ადგილას პირდაპირ უსვამს, რომ ხორცზე ზრუნვა ნაკლებად სასარგებლო არისო და ნუ ასე და ასე. თუმცა ყველაფერი მეტყველებს იმას, რომ ქრისტემ ჰარმონია აღადგინა. როცა ჰარმონია აღდგენილია, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, უკვე გარედან საჭირო არ არის, თვითონ ის აღადგენს ბალანსს. შენ როცა უფალში ხარ, ზედმეტს ვერ შეჭამ. აი შენ რო თქვი რომ რაღაც გემოთ მოყარობის ისაო და ვერ გექნება ელემენტარულად, იმიტომ რომ ის გემო, რასაც აქედან იღებდი ხმიდან, თვალიდან, იმიდან, ამიდან, იქ რო შევერდი, მადლი რომ მოვიდე, ის არის კონცენტრატი პირველ, ის ქონდა დაკარგული შენ, იმიტომ მიყავი გარეთ საბალახო, დღესაც ასეა. როდესაც ადამიანი თავის ფესვი, აი მაგალითად პირდაპირ მნიშვნელობით რა ვიღოთ მცენარე. თუ გვინდა ჩვენ მცენარე მოვწყოთ, ან დაუშვათ გავაპატივოთ და სასუქი შევიტანოთ, რას აკეთებ? ტოტებს, ფოთლებს, ყვავილებს, ცალ-ცალკე წყავ და ცალ-ცალკე არყის სასუქს, თუ ფესვს აძლევ. მე ფესვი რას აკეთებს? თვითონ იცის როგორ გადაანაწილოს უშენო. აი შენი ფესვი სად არის? კუჭი? რომელია შენი ფესვი? საიდან იწყები? შენ ადამიანი რასთან გაქვს თავი გაიგივებული და ვისთან? სხეული ხარ თუ სხეულის ფლობელი? ეს გაარკვიე, გამოყავი თუ ვერ გამოყავი ჯერ. როგორც ყველი გამოიყოფა ძეს, ან ამოიყვანე ყველი შენი თავი. ყველივით ამოიყვანე შენივე თავიდან. თუ ის არის ნახევრად ესეთი მდგომარეობაში, რომ ჯერ პლატ ყველი არ არის და ესეთი. ანუ ეს არის უკვე გადამწყვეტი, იმიტომ რომ თუ შენ ესე შეხედავ, იქ თუ შენ ფესვი დაკმაყოფილებული გაქვს, სუში, წყალი ან მადლი შევიდე, ის განაფენს, მე უკვე შენ არ დაგჭირდება არც ვარჯიში, ეს ჭამა თუ არ ჭამა, ავტომატურად ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იმდენ შეჭამ, მეტი აღარ გიდე რატო? სიხარბისგან ჭამ. უამრავი ნიუანსია, რის გამოც შენ ზედმეტ ჭამ. ან ზედმეტ დარბი ხარ. ერთ-ერთი ის არის მაგალითად ყველაფერი ჩაჯდება თავის ადგილას.
კერკეგორს აქვს თუ ადამიანები თავდასხმას გადაივლიანო ეგზოტიკურ ადგილებში მიდიანო რომ რაღაცა ცხოველები ნახონო, მცენარეები ნახო, რას არ მივცემდი რომ ერთი რეალიზებული ადამიანი შემოხვედრა. ანუ იმის გამო რომ თანდასრება უფლის ადამიანში შემოკოდა ადამიანი მეფე იყო, ადამიანი პროფილის სურათი ღმერთის, ანუ ადამიანში მე ღმერთს სახეში უყურებ უკვე. ბუნებითაც ღმერთის ტანსაცმელი, მისი ნიჭი, მისი ცოდნა, მისი ყველაფერი ჩანს ყველაფერში, მაგრამ ადამიანი არის პირდაპირ ღმერთს თვალებს შეხედო. როცა ადამიანში ღმერთის თანდასრება ჩაქრა, გამოვშლი მე და აი ამათ იძულებული ვარ რომ ის რაც აქედან ვერ მივიღე, უკვე ჭარბად ვჭამო, საჭმელიდან მივიღო, თვალიდან მივიღო, სანახები გავგვივარ იქით, გამოვგვივარ აქ, სად გარბი ხარ? აი დღეს ხოდა მას საუბარი, ამაგარდა დღეს რო არის ყველაზე მეტად ისეთი, აი ცხოველების სიყვარული, ბიჭო, ვის არ უყვარს ცხოველები და მეს მყავს, ახლა საწყალი ლუსი. რაღაცა პატარა რაღაცა რო გამოვიშთა შეგვეშინდა და კი, მაგრამ შენ რო სიყვარული გაქვს, იერარქია ხო არის, ვის მისცი შენ პირველი ხო ადამიანები ღვთის ხატება და ადამიანებმა დავკარგეთ ერთმანეთ იმის გამო რომ შენში ღმერთი არ იყო, ჩემშიც ღმერთი არ იყო და ეს დარჩენილი გადავიტანეთ უფრო დაბადოე ცხოველებს. ახლა უყურე ცხოველს პატარა რაღაც მოეფერება და გიბრუნებს უკან. და ეს არ არის ნორმალური, როდესაც შენ ადამიანის ხარჯი გიყვარს ცხოველი, თორე ცხოველი თავის სიყვარული აქვს, მანქანასაც, ჭიქაც, ყველაფერი სიყვარულია, ხეც, ყვავილი, ცალ, ბზეც, ვინ ამბობს ამას? მაგრამ ადამიანი ღვთის ხატებაა და როდესაც ეს მოვწყდით ჩვენ ერთმანეთის ღმერთის დანახოთ, დაცარიელდა და რომ დაცარიებული ადამიანი ყველაფერს მიედება, ის უკვე ნარკომანით არ უხეშა სუშია. აი უძღებიშვილი მამის წიაღი და რო გადის, ეს არის სიმბოლო შენი. მამა არის შენი არსი. ფესვი, მე რო გითხარ, სადაა შენი ფესვი? ნახე, კითხვა ვერ დამიბრუნე, პასუხი არ არის ადვილი. ახლა შეიძლება გაიმეორო, მაგრამ გულის გულში რო ჩაიხედავ, ხედავ რომ ეს საკითხი მე გადაწყვეტილი არა და ყველაზე უმთავრესი ეს არის. სანამ ამას არ გადაწყვეტ, შენი მოქმედებები ადეკვატური არასდროს არ იქნება, ხან აქეთ გადავარდები, ხან იქით გადმოვარდები. ხო, მაგრამ აი მე მაგალითად ნახშირად შემხვედრია ეგეთი რაღაცა ჩემს პრაქტიკაში. რომ ადამიანი როდესაც თავის სხეულზე იწყებს ზრუნვას, ანუ მატერიალური ტექნიკებით, გულისხმობ ვარჯიში, აი რაზეც ვსაუბრობდი, ხო? ამ მატერიალურ ტექნიკებით აღწევს იმას, რომ სულიერ მდგომარეობას უმჯობესდება. აი ძალიან მომეწონა თქვენი შედარება, არაერთხელ გიხსენებიათ, რომ აი როგორც საზამთროს მარცვალს რო დათესავ, ის ჯერ მარცვალია, ხო, არაფერ პოტენციაა, მაგრამ პოტენციაში ეს საზამთროა, ხო? და ეს ციფრ საზამთროა, მაგრამ ამ აგროტექნიკის ნაწილი არ შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობა. ცოტა შედის მეტნაკლებად არის იმაში. აი მეტანიები მაგალითად, თუ იცი შემეტანიები. როგორ არა? აბა მიდი და გააკეთე 100 მეტანია, 200 მეტანია, სრული მეტანია, ნახევრად მეტანია, სრულია მთლიანად გართხმა, ნახევთ ეს ყველაფერი არ არის რაღაც ისეთი, თუნდაც კიდე გეუბნები, როდესაც სულიერში ხარ, ავტომატურად სხეულიც გადაეწყობა, თუნდაც შენი ხელით იმუშავე პავლე ამბობს, ამ მუშაობაში ხომ მთელი ის არის ჩართული, თუნდაც შენ რო თქვი ის ფეხი დადიოდა ხალხი. ესმის, მაგრამ დღეს ეს საკითხი, ნახა სახარებაში არ წერია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს ეს საკითხი არ დავაყენოთ. ეს დინამიკაშია, იზრდება, სახარებაში ყველაფერი არ დაეწერებოდა, იქ დაიწყო და დღევანდელ დღეს ელემენტარულად ფიზიკურად ვერ იხარჯება, უნდა აღიდგინოს იმით ზუსტად ვარჯიშებით, რატომაც არა. მთელი ბავშვობა ფეხში შველა გავატარე. მთელი ბავშვობა, ნუ ახლა ზოგიჭერი მარგებელიო, ღარიბი რო ვიყავ, კიდევ ფეხში გადავდოდა, არ ქონდათ ჩასასვლელი. მთელი ბავშვობა დინარეზე ბანაობდი, ეს არ არის ვარჯიში? ხეზე ვძვრებოდით მუდმივად, ხან ვიპარავდით, ხან აი ნახე მთლიანად დინამიკაში ვიყავ. ახლა მეორე დღეს ქალაქში ჩაწევდი ახალგაზრდა ბავშვი, დინარე არ არის. ხე არ არის რომ აძვრეს, მოედანი არ არის რომ ითამაშოს, სულ უმობანას თამაშობდით რა. მუდმივა პროცესში ვიყავ. არ არის, მაგრამ არ ეს რომ უკვე მოდის უკვე თქვენი ისინი ჩამნაცვლებელი იგივე რომ აუზები, სათამაშოები, სარბენი ბილიკები, ეს ნორმაა. ეს უკვე აუცილებლობაც არის, უკვე პირიქით. ბავშვს რომ დაუხარჯებ ენერგია, უკვე ნევროში გადადი, დეპრესიაში გადადი, აგრესიაში, რატო? სკოლაშიც მანქანით ოთახში. გარეთ რო გადავა მიდორში, ვიზიას უყედია, მანქანა მიდი, ვეფოეხბურთს ვერ ვითამაშებ. იქ ვერ წავა, აქ ვერ წავა, იქ იწნიხება და ენერგია რო დახარჯოს, მე მაგალითად ყველა ქალაქში მცხოვრე პირიქით ბავშვი პირველ რიგში სპორტულ სექციაზე უნდა მიიყვანა.
ან ფეხბურთი იქნება, ან სირბილი იქნება, რომ დაიხარჯოს, რომ გამოვიდეს და განვითარ. ასე რომ დღევანდელი დღისვე ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და იმ დროს თუ არ წერია, იმიტომ კი არ არისო საჭირო, აუცილებლობა არისო. ისედაც იღებდნენ ამას. ეს აუცილებლად დადგა. კიდევ ვარჯიში უნდა სადღაც დიდასაღამოდე დადიოდა, დიდასაღამოდე მუშაობდა. წარმოგიდგენთ 1000 წლეულების მანძილზე და საერთოდ სტატისტიკურად თან დათვლია, რომ ძველი ადამიანი დაახლოებით 6000 კალორიას წვავდა დღეში. ეს იცით რა მხელა ფიზიკური აქტივობა და სად მოიმატებდა ქონიანები გინახავს ვინმე მოკიდებული. მაგას გულისხმობ, რომ ეხლა ეს იმიტომ კი არ გჭირდება, რომ ქონი არ მოიმატოთ. ეს წარმოიდგინე 1000 წლეულები ეს ევოლუციას განიცდიდა სხეული ამას აკეთებდა უცებ აი ეს ტექნოლოგია რომ დაგვეცა თავზე გავჩერდით და ნუ რა ვიცი მაშინ გამოსავალი აგის ფიტნეს აბა რა ვქნა სერიოზულად გეუბნები რატომაც ენერგია რომ ბავშვი პირველში ბავშვები დახარჯოს აბა სადღაც მაშინ სოფელში წაიყვანე ჩემთან როდესაც მოდიან ადამიანები ხო თუნდაც ბავშვი მოყავთ ხო ესეც თქვა თუ სპორტზე ვერ დაინტერესებს და ხშირად არის ხოლმე ბავშვი მოყავთ ჩემთან არ მოდის ადამიანებსაც წონაში დაკლება უნდა ან რა ვიცი ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან უნდა რომ ფიზიკურად თავი კარგად იგზნოს ჩემი დავალება აი როგორც თქვა ინსტრუქტორის ხო ტრენერის არის ის რომ ის კი რომ ამას ვასწავლოს ზუსტად როგორ უნდა ვარჯიში ან რა უნდა ჭამოს აი თითქოს ეგ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენადაც მნიშვნელოვანი რომ ამ ადამიანს შინაგანად შევცვალო ეს ადამიანი ანუ ყველას ვეუბნები როდესაც მოდის რომ თუ მაგათაც აი მოვიდა გოგონა რომელიც არის პირობითად რა ვიცი 100 კილოგრამსი წონის და უნდა რომ გახდეს 60 კილოგრამი ის 60 კილოგრამი არსებობს უკვე ეს გოგონა არსებობს აი რა ვიცი რამოდენიმე თვის მერე ეს პროექტი ამ შესაძლებლობას უკვე ხედავ წინასწარ მოდი აი ამ გოგონასთან მიდი რომელიც 60 კილოგრამი არის და კითხე აბა როგორ რას ჭამს რას იქცევა და შენ ჯერ ის 60 კილოგრამი უნდა გახდე და მე გახდები და მე განახორციელებ პროექტში და სულ მაგას ეგარიც მაინც ზუსტად ეგ არის სულ მაგას ვთილობ რომ აი ესე მეურთიერთო მაგრამ თუ მეთოდი არის ეგეთი თუ შენ აი ჩემი განსინაგანი ის არის რა რომ მაგრამ მაინც რთულია ხო ამ ყველაფრის მიღწევა და აი თქვენი ის მაინტერესებდა მოვისმინო რომ აი როგორ ამოტივირებთ ადამიანებს აი რას ეუბნებით როგორ რომ აი მავნეჩვევებზე უარი თქვას რაღაცაზე რომ ის გახდეს რაც აი ეს ზუსტად დასრულებული პროექტი რა დასრულებული არა მაგრამ უკეთესი ერთი არის ვიქტორ ფრანკლი ფსიქოლოგი მაგას ლოგოთერაპია აქვს ეს ნაკლებად არის შედარებით ცნობილი ვიდრე იუნგი და ფროიდი ჩვენთან მაგრამ არანაკლებია ეს მესამე სკოლა საოცარი პიროვნება 4 წელი იყო საკონცენტრაციო ბანაკებში თვითონ ფსიქიატრი ახლა წარმოიდგინე რას აკეთებდა რომ თვითონ ფსიქიატრი და ფსიქოლოგი სწავლობს თავის თავს და 4 წელი ადამიანს უკიდურეს მდგომარეობაში და დასკვნას აკეთებს რომ ადამიანი ყველგან თავისუფალია თუ ის ნებდება და ტყდება იმიტომ კი არა რომ გარემოება იყო აუტანელი რამე დაწონა დადო სასორზე და გადაწყვიტა რომ დანებდეს. ანუ გარემოება არ არსებობს რომელმაც შეიძლება ადამიანი გატეხოს. ის თუ ნებდება ნებაყოფლო ან ადამიანი განწერულია ვარჩევანებს. ის წერს რომ ჩვენ პრობლემა უნდას ასე 100% ნარკომანის 100% აი დამოკიდებულების თვითონ დასკვნას აკეთებ ეს არის ცხოვრების საზრისის დაკარგვა. ანუ ამიტომ ამბობს სპორტზე განსაკუთრებით კიდევ რომ საზრისი არის მიზანი როა. ანუ საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩაო არა ძლიერი ფიზიკურად. არამედ ის ვინც იცოდა რომ უნდა გადარჩენილიყო რაღაცის გამო. ანუ გარეთ კონტა რაღაცა ანყავდა რომლის გამოც აი მობილიზირებული იყო რომ უნდა გადავრჩიდე ძალიან გადამწყვეტი იყო ამ გადარჩენაში. შესაბამისად აი შენ რასაც ამბობ რომ ეს არის როგორ დაასწავლო თვითონ ის კი არა ეს არ გააკეთო სამწუხაროდ ეკლესიასაც გვეშლება ჩვენ სასულიერო პირები ვართ რაღაცა იმასავით მოუწოდებ თქვენ ასეთებო თქვენ ისეთებო ბიჭო ყველა ასეთია რამდენს ეთქვი რამდენს დაანები თავი ქრისტე ამისთვის არ მოსულა რომ განიკითხოს ვიღაცები იქ ვიღაცები თამაშობენ გაფუჭდა ახალგაზრდობა იქ ვიღაცასთან პიკეტი მოაწყო იმასთან ცუდია ვინ არის ის მაგრამ რით ჩაანაცვლებ ამ მოწოდებები და აკრძალვებით კი არა ქრისტე აკრძალვას არ აკეთებ უმჯობეს გაშვენით აჩვენი დიდი სიცოცხლე კი არ უკეთესი აჩვენი და ადამიანი ეგრევე იცის უკეთესის გარჩევა
შენ მე რო გეუბნების გადააგდე ბიჭო ისა როგორ გიჭირავს რაღაცა პური და მჭადი ისა მჭადი და პატარა რაღაცა უკეთესი თუ არა მაქვს რა სიდისით გეუბნები შესთავაზე უკეთესი უფრო იქ რასაც იღებს სიხარულს სხვაგან იმის პირველ წყაროა ქრისტე ეკლესია თავის ზიარებით თავისი ყველაფრით მართლა ჩვენ რომ ქრისტეს სიცოცხლეს მატარებლები ვიყო მთელი არსებით ადამიანი მიიღებს შინაგანს და მე არ დაგჭირდება უკვე მისი რაღაცა რა უნდა შევთავაზო ახლა უკეთეს ჩემთან ქრისტე უნდა შეთავაზო ზუსტად აი ესეთი მიმართულება რომ აი რა მივიცე ამ ადამიანს რომ აი ზუსტად მად მივიდეს რომ შეზღუდვებს კი არ უწევს ეს არ ჭამოდა ეს სასმელი არ დალიოთ რაღაცა უკვე ერთი მაგალითია რომ უბრალოდ უხსნი ამ ყველაფერს რა რომ ვესაუბრები იმას კი არ ვეუბნები რომ სასმელი არ დალიო უხსნის სასმელს როსვავს მე რა ხდება მაგალითად ძალიან ფიზიკურ მე გაიაზრებს ამას აჰა მე რა თქვა ფასტ ფუდს გარეთ რომ შეჭამს თქვა რომელიც ან საშინელი თქვა ცხიმებით არ მომზადებული ამ დროს რა ხდება თორე საერთოდ არ ვეუბნები რომ ეს არ მიიღება ნუ ერთი მეთოდი ეგ შევიმუშავე მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რთულია იმიტომ რომ ყველა ადამიანი რომელიც თქვა ამ გემონურ რაღაცებს ვერ წყდება, ნარკოტიკებს ვერ წყდება, ხო? ეს არა, მე სულ ესე უყურებ და არასდროს ძალიან ემპათიური ვარ, არ განვიკითხავ, სულ ყოველთვის ხედავ, რომ ესენი რაღაცის თავდაცვისთვის აკეთებენ, ან რაღაცისგან გასაქცევად აკეთებენ, ან სულ შინაგანი ის არის, რომელიც რაღაცით აი ამ თუნდაც ჭარბწონიანობით და ბევრის ჭამით ადამიანი ხშირად თავს იცავს რაღაცისგან რა. ხო და ამიტომ ძალიან ფაქიზი და ძალიან ესე ნატიფი მიდგომები ჭირდება ხოლმე და კომპლექსურად რა შეიქიდანაც აქედანაც რაღაცა პირადად თქვენზე მინდა გკითხოთ რა ეს კითხვაც მოვიდა რომ ძალიან საინტერესო იყო რომ მოვისმენთ რომ ესე იგი ომამდე რაგბისტი იყავით მაგრამ ეხლა თუ არის რაღაცა რუტინა თქვენ ცხოვრებაში რომელთაც თქვა ჯანსაღწევებას რამე ფეხიციარული ან ფიზიკური აქტივობა მე მგონი ველოსიპედი ახსენეთ რაღაცა პერიოდებში მქონდა რაღაც პატარა ვარჯიშები ვიცახში ახლა რო გითხრა ამ ეტაპზე მართლა არა მაგრამ ჩემი ვარჯიში ეს არის მოკლედ სიარული ეს არის ჩემი ნეტარი მინიმუმ 3-4 კილომეტრია ჩემგან არის ყველაზე კარგი საშუალება თავსაც პოვება მასში და ცოტა ისეთი სასაცილო კი არ არის მაგრამ სახალისო ის არის ჩვენთან ტრანსპორტი არ დადეს სადაც ახლა გადავსახდით ახალი გზა არის და სადაც 1 კილომეტრი არის ფეხით და ეს არის რომ ხანდახან ტაქსს რომ მოუყვები სახსთან არ ვაჩერებინებ იქ ვაჩერებინებ საიდანაც მე ფეხით უნდა ჩამოვიდე სპეციალურად და ამ დროს მიხდელი რომ მოდის ახლა მრევლი თუ ვინც არის мама მოდის ფეხით კაცო და მიჩერებს და უარ ვიცი ბიჭო ამას უარი უთხრა გულს ვატკენ არა და წამართვა სიხარული ახლა გუში გამიჩერე და პირდაპირ უთხარი მეთქი აი არ გიწყინოს და შემოგევლე მეთქი ჩემთვის მაგრამ მაინც ჩაგიჯდები მეთქი რა ვქრა იმიტომ რომ ვარჩიერო იმას არ წყერო და ახლა გამიჩერე და მე ერთი სული მაგ ნეტა არ გამიჩერებდეს არავინ მეთქი რომ ის მანძილი დავფარო ფეხი ანუ ამის თქმა მინდოდა რომ მოძრაობა და ხო რა ეს სიარული არის ჩემთვის ამ ეტაპზე მოძრაობა და ილია ჭავჭავაზიდან დაწყებული დღის განმავლობაში მე სულ მეტრო და ფეხი დავდივარ მინი არ ვიცი ალბათ რამდენიმე კილომეტრი თავისთავად გამომდის არაერთ ძალიან დიდ მოაზროვნეს თუ ადამიანს რა თქმა აქვს მოძრაობა სხვადასხვა ვარიაციებით ძალიან ბევრ დიდ ადამიანს აქვს ეგ რა თქმა უნდა სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს საკითხი და მინდა ამაზე გკითხოთ იმიტომ რომ მე თავის დროზე ბოდიბილდინგით რო ვიყავ დაკავებული მე თავი დავანებე იმიტომ რომ ეს სპორტი თვითონ ბოდიბილდინგი ჯანმრთელობისთვის მაინც კარგი არ არის ხო რაღაც საზღურის მე ხო იმიტომ რომ ფაქტიურად შენ არა ბუნებრივ ფორმას აღწევ ხო ეს არ არის ადამიანური ფორმა და ეს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს მე საბოლოო ჯამში მე ერთი კითხვა მინდა გადავედი აუცილებლად მე დაგისვა მიქით ხო მე გადავედი უფრო ისეთ ვარჯიშებზე რომ უფრო გაწევითი უფრო ჰარმონიული საკუთარ სხეულთან და საკუთარი სხეულის ფლობასთან და ამ ბოლო დროს დამაინტერესა გადაცემებიც ჰქონდა ჩაწერილი საბრძოლო ხელოვნებებმა და ეხლა MMA ეს UFC ხო ძალიან პოპულარული გახდა არა მარტო ჩვენთან არამედ მთელ სოფლიოში
და აი რაღაცა ისე უყურებ, რომ აი მედალს რო ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს. ანუ მან როდესაც უკვე ეს გადადეს, რაც შენახა თქვი საბრძოლო, როდესაც აბსოლუტურად შესაძლებელია რომ საერთოდ დაზიანდეს კი არა, რა ყველაფერი ალბათ ფატალო ვარადა შეიძლება დასრულდეს ნეტვორკისთვის და შენთვისაც. უკვე იხვდა ყველა ადამიანს თავისი არჩევანი ქრისტიანული გაგებით ყველაფერი რაც ნორმიდან გადასული ყველაფერი არის უკვე ბოროტება პირდაპირ მნიშვნელობით ანუ ბალანსია დარღვეული მიზანი რა არის რა მოყვა რისთვის ხდება გესმის ეს აშკარა არის რომ რაც ჟინში გადადის რაც რაღაცაში გადადის იქ რაღაცა იკარგება მეორე მხარე. მაგრამ მეორე მხრივ ხო ამ ხელა სიკეთე მოაქვს, რაზეც ვისაუბრებ. ახლა ვიღაცამ დაინახა მე ვილვა და არა, გულისხმობ იმას თუ რა ხელა სახელია თქვა. ხო და ვიღაცა საქართველოსგანადი და დაუშვათ კი. ხო, რამ ხელა мотиваციას აძლევენ ახალგაზრდებს რომ ივარჯიშონ თუნდაც ხო რა აუცილებელი ხო რა სოფლიო ჩემპიონი გახდე, მაგრამ ამით ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაგალითად მავნეჩვევებს თავს ანებებს, რომელიც შეება ქუჩაში ყოფილიყო და რაღაცა ცუდი გაეკეთებინა მედიცინას სპორტში. ენერგია, მოდი ესე ვთქვა, განა არ უარყოფა. მე კიდე გეუბნები რომ ქრისტე არ გზალავს, ქრისტე უკეთეს თავად. მოდი უკეთესი ვერსია რა იქნებოდა? ის ენერგია, რომელიც მიდის იქითკე რომ პირველი გავხდე და პირველი რაღაცა რის ფასად თანა საკუთარ თავის და ჯერეთის სხვისი. რაღაცა იმდენად საწვრთნელი მასავით არის ადამიანი გამოყენებული გესმის ზედმეტად საკუთარ თავით. რომ ამას წირავ ყველაფერს და გასაღები რაღაც ბიზნესი იღებ, მაგრამ თუ შენ ადამიანი ღვთის ხატება ხარ, ხო შეიძლება ეს პოტენცია, ენერგია ღვთაებრივი სხვა მემართულებითაც გაშალო და უშვა და სხვანაირადაც იყო მისაბაძი. ამიტომ დღევანდელ ეპოქაში ის რომ წამოწეულია სპორტულები, წინ და ჟინები, ადრე ეროვნულ სხვა დრო რო იყო იქნებოდა ომში, ნადირობაში რაღაცების გადალახვაში, მაგრამ რახან ეს ასპარეზები ნაკლებად არის, ეს ან პლუს კიდე ასკეზებში კარგი გაგებით, ანუ ასკეზა რომ ქრისტეს მივემსგავსო და ისეთი ცნობიერების ადამიანები იყო, სულიერების, რომ მას შეიძლება ერთი სიტყვა ეთქვა, მთელი სამყარო სიკეთეს მოუტანდი არანაკლებ ვიდრე სპორტული მიღწევით. ანუ რა ხდება? ეს უნარი რომ თავის თავს აღემატოს და სახელი მოიხვეჭოს ჩადებული ადამიანში როგორც რუსთაველი ამბობს ჯობს სახელის და მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა ხო მაგრამ იმის გამო რომ დღეს სამყაროში შედარებით დღეს მატერიალისტურია აშკარად ძალიან არის და რეალიზაციაც და ყველაფერი არის ადამიანის პოტენცია აქეთკენ მიმართული და ჟინის აქეთკენ სანახაობა ეს ხო ახალი არის რომშიც იგივე იყო და რა ხდება ქრისტიანობაში შემოდის რასაკეთებ მთელი რომის იმპერია ინგრევა რატო ახალი მოდის სიცოცხლე მოდის ისეთი ენერგია მოდის სიცოცხლე ქრისტესგან ეს მადლი რა არის დღეს აი სამწუხაროდ ამას უთკიცო ადამიანს მაშინ სამტკიცებელი არის აი როგორ შენ ახლა რო გიყურებს ადამიანი ხო შენ ხო სიტყვას არ ამოიღო უკვე ქადაგებ რა მორჩა შენ რო შეკრა ზუსტად ასეთ სულიერი კუნთები გქონდა ქრისტიან ანუ რო შეხედავ იცოდი რომ და ეკითხებოდეს რომაელი დაუშვათ მოახლე იყო ვიღაცა ამ მსახური ქრისტიან ესენი ჭამდეს ამდენეს რომაელები ჰედონიზმი იყო მაშინ და სიამოვნებებს იღებდნენ მატერიიდან მიწით ამდენ მოდის ვიღაც არაფერი არა და ბრწყინავს ამ ნათელს ეძებს ყველა ის ეკითხება საიდან ეს ნათელი და რომ ქრისტეზე მორჩა ყრის ყველაფერს იმიტომ რომ ყველა ეძებს ნათელს არ არის სამწუხაროდ და ამიტომ ეს არის დეგრადირების ადამიანის ცხოვრების რაღაცა ზედმეტად მატერიისში რო არის ამის შედეგად ამდენი ჟინი რომ ზედმეტი მასია გადასულები და სხვა არა გვაქვს თორე იგივე საპირწონეთ მე დარწმუნებული ვარ ხვალდაზე ისეთი სულიერი რაღაცები შეიძლება მეტაფორიზმის ადამიანი განიცადოს ერთ ადამიანს მთელი ქალაქისა და იმისთვის იყოს ნათელი მზე იყოს და ქრისტე არ იყო ასეთი და რატო ლაპარაკობთ წარსულში განა ეკლესია ქრისტეს სხეული არ არის განა ქრისტე ისევე არ უნდა ანათებდეს დღესაც ეკლესიის წევრების მეშვეობით როგორც თვითონ იყო იესო ქრისტე გუშინ დღეს და ხოლმე იგივე მაშინ სადაა პრობლემა პასუხისმგებლობა ქრისტიანებზე რაღაცით ბალანსი დარღვეული და ამიტომ ჩვენ გვჭირდება მონანიება. რა არის მონანიება? აი ეგა მონანიება არის ბალანსის აღდგენა. უნდა მივხვდეთ რომ აი როგორც გითხარი დროდან დრომდე ეპოქიდან ეპოქამდე ბალანსი ხან მატერიის სასარგებლოდ იყო, ხან სულის სასარგებლოდ. ორივე კვირასობა იყო.
კიდე გეუბნები, იყო ეპოქები, სადაც სხეული მტერი იყო, არაჭმედენ, არასმევდნენ, სხეულის გამოფიტვა, დაუბანობა, რაღაცა მიგდება, იყო სიკეთე. სამაგიეროდ სული იმარჯვებს, IQ-ში წოდება, მაგრამ ქრისტე გაცნობიერებაში მოდის ჩვენგან. ის არის შესაძლებლობა ხატება ღმერთის ჩემში, რომელიც სრული გოსმოსისკენ მოდის და დღეს დგება ჟამი, როდესაც ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს ბალანსი. ანუ ის რა ძალიან მიწაშია, იგივე დოზით შეგვიძლია ჩვენ პროვოცირება გავუკეთოთ ადამიანში შინაგან ძალებს, რომლითაც უკვე ის ბევრად მეტად შეძლებს ზემოქმედებას სხვებზეც, სამყაროზეც, ვიდრე სხეულის მეშვეობით. ანუ მაგას გეუბნები. თუმცა აი ეს კითხვა რატო გამიჩნდა და ერთ-ერთი ჩუბი იყო ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის ილია თოფურია ჩუბობდა და სანამ გამოდიან ეს ოქტაგონზე სანამ გამოდიან ეს სპორტსმენები მანამდე ეს მუსიკა უნდა ჩაირთოს ან გამოაცხადონ და ელოდება ეს სპორტში არის აი ეს MMA-ში UFC-ში ახლა სპორტ სუპერ ჩემპიონი ილია თოფურიაზე მაქვს საუბარი უნდა გამოვიდეს და უკან ძმა უდგას ეს ილიას ხო და უდგას და ამ დროს ხედავ რომ ეს უნდა გამოაცხადონ სანამ გამოვა და რაღაცას ესპანურად საუბრობს და აქ არ არის ეს ადამიანი ხო აი სადღაც რაღაცაზე არის ეს მიკონექტებული რო იტყვიან და რაღაცას საუბრობს და ესპანური ახლა მე ხო ვერ გავიგე მაგრამ აი არ მესმის ეს ესპანური მაგრამ რაღაცნაირად ხდება ეს ან ძალიან აი ექსტაზია თითქოს რაღაცნაირად რა და შემდეგ შემხვდა ეს ვიდეო თარგმანი ალბათ თარგმანი ამ ანუ რას ამბობდა საინტერესო ღმერთს ესაუბრება მამას მიმართავს ზუსტად ახლა ვერ ვიხსენებ შინაარს მაგრამ ნუ დაახლოებით ეს იყო რომ ამას თითქოს შენთვის თუ შენი ძალისხმევით ვაკეთებ და ახლა გამოვალ და ეს მოხდება მოკლედ რაღაცა ესეთი შინაარსი იყო მაგრამ ეს იმდენად ნამდვილი იყო რომ აი კამერებიდანაც კი ჩემზე მოახდინა შთაბეჭდილება რომ აი მიხედავ იმისა რომ არ გესმოდა ენერგეტიკა დამბუძგლა რა რომ ეს რაღაცნაირად მართლა ეს კავშირი დავინახე რა ხო და არა მარტო ილია თოფური არამედ ძალიან ბევრი სპორტსმენი როდესაც გამოდის ამაზე ხვიჩა ყვარაცხელია რასაც აკეთებს ამას უყურებს ახალგაზრდა ხო ამაზე არა მარტო ძალიან ბევრი დიდი ჩემპიონია ესე ძალიან დიდი ჩემპიონი რომელიც არა მარტო თავიანთ სპორტში ცვლიან რაღაცებს არამედ ზოგადად კაცობრიობაში ცვლიან ხო რაღაცებს ამ ხელა საქმეს აკეთებენ ამათ ძალიან ბევრი არის მორწმუნე ან მე არ მინახავს სოფლიო ჩემპიონი რაღაცა ესე რომ ათეისტურად იყოს განწყობილი და თითქმის ყველა საუბრობს რომ ეს ყველაფერი ღმერთის ნებით მე სიმრო გადაიწერა ბიჯوار გუშინოდი იყო ასე ხო და ღმერთისთვის და თითქოს ეს მაგრამ ამ დროს შემდეგ აი წეღანაზე საუბრობდით რომ საერთოდ აქ ქრისტე არაფერ შუაშია და ეს არ არის და არის მატერიის გამოძახილი და რა ხდება ამ დროს ეს ამ ადამიანების აი როგორ თქვა თავიანთი შექმნილი წარმოდგენილი ილუზია რომელიც ეხმარებათ ამ ყველაფერში თუ მართლა არის ესეთი არის უბრალოდ კიდე გეუბნები თავისთავად უბრალოდ პრობლემა არის მაინც იმიტომ ცალცალკეა როცა ღმერთი ცალკეა გამოყოფილი და სული სეცა და სხეული თავისას აკეთებს უკვე რაღაცა პრობლემა არის კი არის, კი ამბობ, მაგრამ ჩვენთანაც არის მართლმადიდებლობაში, მე რო ვიქარ, ეზიარება კიდეს მახვალს იცავს, ისე მაგრამ რეალობაში ქრისტე რო გეუბნება რომ ყოველდღიურად როგორ უნდა იცხოვრა, აი მოიკოჭრებს და რელიგიურობაში ძნელი. საბოლოოდ რისკი მიდის, ამიტომ გითხარი რომ ურისტიკია ადამიანი, ხო არ არის დასრულებული მსგავს პროცესია. ანუ მტვერია, ერთი მხრივ, მეორე მხრივ სული და ანუ პროექტი და მარცვალი და მიწა, მათი შეერთებით უკვე ვიღებთ ამ გზაში ვარ, ამიტომ ვამბობ მე რომ ქრისტეს მოსვლა სახელამით ციდაროდებია და ვარსკვლავებიდან და galaktikებიდან. ქრისტე ერთხელ მოვიდა, მეორედ არ მოვა. ეს მართლმადიდებლური მოძღვრება. მეორედ მოსვლა ეს არის ადამიანური რაღაცა. მოვიდი ის როგორც შესაძლებლობა, როგორც 64 იყო პირველი შესაძლებლობა და რომ დაიკარგა, ქრისტე ისევ ახალი 64-ია. უпростоრად განახლებული, ისევ ქრისტეში მე ჩემ თავს ხედავ, მახსენდება. ჩვენი გახსენება, ამიტომ ქრისტე ჩემი პროფილის სურათია, დაკარგული ჩემი ბავშვობის, უფლისწულობის. ამიტომ ჩვენ ვიხსენებთ ჩვენ თავს მასში. ამიტომ ის რომ მოდის როგორც მარცვალი, ჩემში როგორც წმენა, ის გადის გზას, ვიდრე სრულად ამ სულს და სხეულს ამას ეს სრულ კაცად არ შედგება, როგორც თვითონ იყო სრული კაცი. ამიტომ ჯერჯერობით ეს ბალანსი არ არის მიღწეული, მაგრამ ტენდენცია კარგია. ის ფაქტი რომ
რომ ის ცნობილი სპორტსმენები თუ ცნობილი მეცნიერები ყველანი უკვე იწყებენ პირჯვის გადაწერა თითქოს უბრალოა მაგრამ ვექტორს გაჩვენებ შეიძლება ჯერ არ არის რეალიზირებული და ცალ-ცალკე კი გადაიწერა პირჯვარი და ცალკე მაგრამ ეს პროცესი მიდის რისკენ ქრისტეს მოსულა რა არის მომწიფება სრულ კაცად შედგება რომელიც ჯერ არ არის შემდგარი ანუ ჩვენში ის სული ქრისტეს სული წმენით ახორციელებს ჩვენს მატერიალურ ადამიანურ ბუნებაში სისრულეს სრული კაცი და სრული ღმერთი კაცად რო შედგება დასრულდება ქრისტეს პროცესი ჩვენში განკაცება ჩვენში შემოვიდა ის წმენით აბა მაშინ ცაში დაგვხდებოდა იქ აქ მოვიდა დედამიწა აი რისკენ მივდივარ ამიტომ ეს მანიშნებელია იმისა რომ მალე ეს ცალ-ცალკე კი არ იქნება მივიღებ იმ თავარს ქრისტეს სრულ კაცს და სრულ ღმერთს როდესაც ღმერთი ცალკე კი არ იქნება რაღაც ღმერთის სული და ისა და მატერია ცალკე არამედ განუყოფელად მოუშორებლად და ერთ სრულ კაცად რომელიც გამეფდება დედამიწაზე რომელიც გადაიყვანს სამყაროს 1000-იან სასუფეველში და ეს რაც 64-ში უნდა აბსოლუტურად აბა სხვა მომავალი ჩვენ არა გვაქვს მაშინ აბსოლუტურად ხვდები და ვიზიარებ ამ ყველაფერს რომ თითქოს მართლა მესმის ეგ ყველაფერი რომ ადამიანი რასაც აკეთებს აი ამ სპორტული ჟინი იქნება ეს ყველაფერი ხო გადაჭარბება ჟინი აი ეს გადაჭარბებული ამბავი თითქოს ეძიებს იმ წყაროს იმ ნეტარებას რასაც მოწყვეტილი არის და ეს მივიღე რა და აი ესე ცხოვრობ მეც რომ ესე გავიგე ეგ ყველაფერი მაგრამ ეგ რო არ ყოფილიყო თქო სულ ეს კითხვა მიჩნდება რა ადამიანს რო არ კონდეს ეგ ჟინი ხო ეს ყველაფერი თუ შეიქმნებოდა მაგის გარეშე ეგ ძალიან კაი კითხვა აი ამხელა იმას რომ შენობები ამხელა მარსზე გავფრინდით რა თქმა უნდა ეგ ერთგვარი თამაში გააკეთა ბაღის ბავშვებს რა თქუებენ ათამაშებენ და ამდენ მათემატიკას რა სწავლიან ამაცობა შემოესწავლება და ის ბავშვი აზზე არ არის ანუ პირდაპირ ციფრებით ბავშვი ხო ვერ ითამაშ ამიტომ სამყარო ყველაფერი რაც არსებობს არის ღმერთის არსის გამოვლინება მისი ჩვევები და თვისებებია ცხოველები ფრინველები მინერალიდან დაწყებული შენ ეს არიცი არ გიფიქრი ამ მართული ბიბლია შეგონია ჩვენ კოსმოლოგიურად გვაინტერესებს ადამიანი ევა სამყარო შეგვეც ეს არის ყველაფერი ადამიანის სულის ისტორია შინაგანი ისტორიის გარეშე არაფერი არ არსებობს ეს კვანტური ფიზიკას ამტკიცებს დღეს ეს სამყარო არის ჩემი აღქმის შედეგი და თვითონ ობიექტურად საერთოდ არ არსებობს არაფერი არ ფორმა ის ფორმაც შენში აქ რო არ ყოფილიყოს ასე ვერ დაინახავ პირველ ყოფილი ადამიანი რომ მოიყვანო აქ ისა ვერ იტყვის ეს ბილტმორიაო ან რაღაცაო ვაფშე ჩრდილს დაინახავს აი მეცნიერების დასკვნით პირველი ის რომ ინდიელებმა რო ნახეს გემი ვინც მიადგა ამერიკას პირველად კოლუმბით ვინც კი ისი გემს ვერ ნახავდა იმიტომ რომ მათ ფორმა არ ქონიათ ნახეს რაღაცა ფორმა ყველაფერი ასე ქაოსიდან ხდება ღმერთის სამყაროს ეს კოსმოლოგიურად კი არ უნდა გავიგოთ რაში მაინტერესებს შენი ქაოსი და ჩემ გარეთ რა იყო საერთოდ არ მაინტერესებს ჩემამდე არავინ არ იყო მე ყოველთვის ვიყავი ღმერთში ამიტომ ჩემი წილი ქაოსია მე ქაოსად ვიწყებ არ ვიცი სადღა პირდაპირ მეშობიდაც ბავშვი რო იბადება და სულიერა გაგები და ამ ქაოსში გაგება შეგაკნელელა ფორმა შეგაკნელელა ფერები ფორმები ჩვევები თვისებები გამოკვეთს უფრო მეცაც გეტყვი ღმერთს ადამიანთან რომ მოყავს ცხოველები კი არ მოყავს ცხენი და რაღაც არა ცხენობა მოყავს სპილოობა მოყავს ძროხობა მოყავს ჩვევებით გამოყოფილი არც არის ადამიანის გარეთ სპილო არ ყოფილა და არ ძროხა ადამიანი აკვირდება და სახელს არქმევს სახელი არის გამოკვეთა ამ უფორმო მდგომ მასიდან და ეს ჩვევთვისება ესე დაარქვაო სახელები უფრო ხმად ეგ არის და საერთოდაც ადამიანის აი ჟინი რაც თქვი ის ჩადებულია ზუსტად იმისთვის რომ ამ მატერიალურ სამყაროს ფორმა მისცეს. ამიტომ ყველა ვარიანტი 64 უნდა დაეტოვებინათ, ამას ახლა მამები ამბობენ მაგალითად ისააკასური ბავშვური დონე არის, რომ ღმერთი გაუბრაზდა ადამიანს, გავოისა დასაჯა და გადით ჩემი სახლიდან თავით არ დამენახოთ. ეს არის ისტორია ეგ ეს ოღონდ გააშლია. ეს არის ბუყვალური დონე, მაგრამ ანაგოგიკა ქვია აყვანებითი, რომელსაც სულიერი მნიშვნელობა ასო კლავს სული 104. იქ არის სამყარო მის გარშემო ასათვისებელი იყო. ამიტომ გაიტყუა ერთგვარად ეს რომ შენ იქნები როგორც ღმერთი,
რომის ჩანს როგორ ცოდვა დაცება და საშინელება, ეგეც სწორია, გასაგებია. მაგრამ უფრო ღრმა გაგებით საბოლოო ჯამში ადამიანის სამოთხეში ან ქრისტესთან ბრუნდება უკვე გამოცდილი. მთელი სამყარო გადააბრუნა იმ ზევნაში, რაც დაეკარგა სპეციალურად. ანუ განგება თავისი თავი უკვე მატერიაში დაუვალა და ადამიანს იზიდავს უკვე ყველაფერი რაც მას ახსენებს. ნახე, გახსენდება იქ თვალები, იქ გაზგა და ამით უკვე ბიდის ამას უკვე ყველა ქვა გადააბრუნა. ის რო იქ რო ყოფილიყო, დარჩენილიყო, დაუშვა და რო არ განვითარებულიყო, ეს არ დაიძრებოდა ადგილიდან და ერთგვარად ბიძგი მისაღმერთმა და მატერიის სამყაროს ათვისებით ადამიანის საკუთარ თავსაც იგებს და ვინ არის მატერიის სამყაროს მიღმა, ვისი ეგა? ის მისი ჩვევები და თვისებებია. და ელაპარაკე ჭიანჭველასო, ჩეხედე ცისფრინველებსო, ზეცასო, ვინ არ გეტყვის რომ ღმერთმა შექმნა. ანუ რა არის? ან მთელი ეს მატერიის სამყარო არის მანეში რო ჩაუყარო ბავშვს. სათამაშოები და მიდი და გადაარჩი და ისწავლა. დონეებია ღმერთის შეცდომით, ქვიდან დაწყებული. გან არ ვამბობთ რომ ქვასავით უძრავია და გულგულის არის ცივი, მცენარესავით პატარა უხარია, ცხოველივით გაუმაძღარია, მხეცივით ბღვინავს. ეს რა არის ეს ყველაფერი? ეს არის მატერიალიზირებული ღმერთი, რომელიც უხილავია და არ ვიცი და ვერც მიწდები, მასზე რაღაცა რომ ვიცოდეთ სული ღმერთმა რომ გამოყვა თავის თავი და აქ მატერიალურ სამყაროში უნდა გაიგოს მასზე რაღაცა როგორც მათემატიკას ვასწავლით ბაღის ბავშვებს რაღაცა ერთი ვაშლი მეორე ვაშლი ხო მათემატიკა მცნებითია ხო არ ჩანს ზუსტად ასე ღმერთი და მთელი სამყარო უნდა აითვისო სხვადასხვა ებრაელები ამბობენ ესეთ რაღაცას აი ჩვენ ხო ამბობთ რომ ადამიანი იმიტომ ჭამს რომ იცხოვროს ხო აჰა აბა იმიტომ კი არ ვცხოვრო ჩვენ რომ ჭამ აი რასაბობ კაცო მე იმიტომ ჭამ რომ ვიცხოვრო და სიამოვნებაში ებრაელი რას გეუბნება ადამიანი იმიტომ ცხოვრობს რომ ჭამოს და რატო ჭამაში რა იგულისხმება რაც შეს გარეთ არის ყველაფერი შიგნით შემოიტანო იმიტომ რომ ღმერთი ის არის ვის გარეთ არაფერი არ იყო შენ თუ ღვთის ხატება ხარ და მატერიაში რატო მოგაქცია რომ რაც შეს გარშემოა აუთვისებელი აითვისო ანუ ჭამე რას იშავს მეორენაირად აითვისე ანუ ათვისება რა თვისება ჩემი თვისება რა არის თავისება ანუ ჩემია რუსულად ასვოილა უკვე შიგნით არის რაც ღმერთიც უნდა ჭამო იესო რაც გეუბნება ჭამეთ აქ არ არის მარტო ის რომ პირდაპირ მნიშვნელობით კოვზიდან იღებ ესე დიახ ამით გვირგვინდება ის ზიარ მაგრამ ამ დროს შინაგანი ზიარებას უნდა იყოს ეს გარეგან ანუ ჭამე ნიშნავს ჩემზე ცოდნა კი არ დარჩე ცოდნაში ჩემს თაყვანისმაში კი არ დარჩე ჩემს არამედ მიმიღე შემჭამე და მთელი სამყარო უნდა მიიღო და გადაამუშავა უნაშტო თანაც. ამიტომ არ დაიწუნა არაფერი, არ გახედო ეს ყველაფერი იმისთვის არის რომ საბოლოო ჯამში ღმერთად ამოიზარდო და გაგებაში მოხვიდე. აი ეს მატერიალური სამყარო არის გასაფცვლელი. ჩვენ შეგვქნა ღმერთთან მატერიალურ სამყაროში რაღაც ნახევარფაბრიკატო მდგომარეობაში არ დაგვასრულა და დაასრულა შენი თავი. ანუ გეგმად შეგვქნა ნახაზად, ერთგვარ მოცებულობად, ხატებად, მართლად ხოლო დავინერგეთ აქ იმისთვის მატერიალიზაცია მოახდინოთ და ჩვენგან გაცხადდეს შემოქმედი როგორც იესო შემოხდა. ეკითხებია მამა გვაჩვენო, უთხრა ბიჭ მე მიხილა, მამა იხილა. იესოს შენში ასრულებს თავის მას როდესაც შენ შეგიძლია თქვა, ბიჭ მე მიხილა, ქრისტე იხილა. გაბედაო? ახლა შენ გეუბნება რელიგია როგორ ბედაო? რას ამბობ წმინდანები ვერ აღწევდნენ და იგივე შეუბნება იესოს ხმები შენ მინახარ, ნაზარეველი ხარ, შენ გიჟი ხარ, როგორ ადარებ ღმერთს თავ. აი რა გვა გადასალახით ჩვენ. იმიტომ რომ ამას გეუბნება შენი დაცემული ბუნება, შენი შინაგანი ბუნებით ღმერთის ხატება ხარ. ამიტომ შენი ამპარტავნება კი არ არის, არამედ ეს არის როგორც საზამთოს მარცვალ თუ ხდება საზამთო, ამპარტავანი არის. რას გავს რამეს მაინც გავდე შავი პატარა უსახური უგებული და აუჩემებია ასეთი გავდე ხდება კიდეც რატო? მის ვინც დამბადა შეძლებაცა მანვე მოცა ძელებად ტერტა. ამიტომ გითხარი რომ რა არის თავარი? რომ თუ სხეულს გადაყვები, სხეული ხარ ჭკნება, მთელი ენერგია დაიხარჯება ამაზე და შინაგანი დაგრჩება, ამიტომ პროპორციაა საჭირო. ვინ ხარ შენ? სხეული ფლობელი თუ სხეული ხარ თლიანად. როგორც სხეულს ავარჯიშებ, უსაო უნდა ავარჯიშოს სულიც ამ გაგებაში. თვითონ არ მოგეცემა, პოტენცია გაქვს, მაგრამ პოტენციის განვითარების არჩევანი მოგცა, რომელ საჭმელს? ერთი ის არის, გამოთქმა იყო ესეთი ადამიანს ერთს ყავდა შავი და თეთრი ძაღლი, ერთკაც. და როცა ფსონს დებდა შავ ძაღლზე, დაუშვათ არ კინებდა სხვა შავი ძაღლი იღებდა ყოველთვის. როცა დადებდა ფსონს თავის თეთრ ძაღლზე, თეთრი ძაღლი იმარჯვებდა.
ეკითხებია მე კი მაგრამ როგორ ახვედრებო ახლა ყოველთვის რომელ ძაღლზე დებსო ის ძაღლი მარჯობ შენი ანუ ძაღლები შეიძლება ძალიან მარტივი არის როდესაც მე შავ ძაღლზე ვდებო სონსო ის ერთი კვირა შავ ძაღლს ვაჭმევო სულ და თეთრს არაო როცა თეთრზე ვდებო მაშინ თეთრს ვაჭმევო და შავს არაო ანუ თეთრი და შავ ძაღლად რა ვიყოთ ახლა ადამიანს ყავს ორი შვილი სხეული და სული შენ ხარ ის ვინც აქ უნდა ამათი იმაზე კი არ დააპირისპიროს ერთ-ერთმანეთს ან რაღაცაერად დაჩაგრო ერთი მეორის ხარჯზე ჩათვალე ტყუპი ბავშვი ყავს ხო ამიტომ ბალანსი ანუ პირველი დაატანე ძალა და ვარჯიში რომ ის მოცემულობა რომ მე არ ვარ სხეული არამედ სული ვარ ეს გაგშე როგორც მოცემულობა მაგრამ ხორცი უნდა შეასხამას თორე იდეა დარჩება ილაპარაკებ მაგრამ განხორციელებული არ გექნება აი როგორც ახლა გარედან გატყვია რომ სხეულს აქვს ეს კუნთები ზუსტად იგივე მიმართულებით განივით არის შიგნით რომ ის მოცემულობა რომ მე სხეული არა ვარ სხეულფლობელი ვარ ChatGPT არის თუ გაიმეორებ ChatGPT ხა ინფორმაციის დონეზე განხორციელებული არ არის განახორციელე და მართლა დაინახე კი არ ირწმუნო არამედ მე მართლა ვარ ის ვინც ამ სხეულში ცხოვრობ აი რისთვის უნდა გამოიყენო ეს ცხოვრება საბოლოო ჯამში და როცა ამას აღიდგენ შენ სიკვდილის შიშისგან თავისუფლდები ბრძოლისგან ჭიდილისგან შიში ყველგარი შიშისგან ყველაზე პირველი ეს არის შიში იმიტომ ადამიანს შიშზე დგას უცებ გინდა არ გინდა მაინც და ბრძოლაშია ჭიდილშია ენერგიას ხარჯა ეს ყველაფერი ნულდება თუ კი შენში ეს აღმოცენდება ის დიდი სიცოცხლე ოღონდ რა ამას ვერანაირ ჩაგირთავს გარედან პირდაპირ რომ ჩაგირთონ არაფერს არ გიშველი უნდა გამოზარდო ნელ-ნელა ის ენერგეტიკულ დონეზე წმენის სხეული თანდათან ქრისტეში ხორცის ხამს და შედგება სრულ კაცად საბოლოო ჯამში აი ვექტორი ჩვენი აქეთ არის აი ის რისთვისაც შენ ეს ყველაფერი გჭირდება მადლობა ძალიან პასუხისთვის იმიტომ რომ ხშირად მქონდა ეს კითხვა და რატო იმიტომ რომ თუ ყველაფერი საბოლოო ჯამში იქამდე მივყავართ ხო რაზეც ვისაუბრე და სულიერება და ის თავარ წყაროსთან დაბრუნება მაშინ ნუ არა რაღაც უგური ამდენობს რა სწავლობ აბა რაღაც ვარჯიშობ შეგიძლია უზარმაზარ ენერგია გამოათავისუფლო ეს კითხვა სულ მქონდა რომ აბა მაშინ ახლა ყოველ შტანგების წევა და ეს სირბილი და ეს ისა მაშინ რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს და თან მგონია რომ თან სწორად ვიქცევი და თან ეს კითხვაც შენ არაფერი არ დაჭირდება ისა ენერგია ისე ვრჩება უყოდ იმას პროფილს გადააგდებს სხვა კალაპოტში და არანაკლები ასპარეზი გექნება რეალიზაციის ვიდრე აქ ქონდა იმიტომ შენ ამაზე აკეთები რეალიზაცია და ძალიან სწორია რომ კითხვა დასვი არაფერი არ იკარგება ამას ეყოფა ხა ზუსტად იგივე კუნთები განიმეორე შიგნითა იგივე ენერგია ჭირდება იმასაც არანაკლები სხვათა შორის მე ახლა აქ რო ასე ვლაპარაკობ ამდენი ადამიანი რომ დაუშვი საიდან ეს თავისით მოვიდა არ ვარჯიშობდი ფიზიკურად როგორც შენ ვარჯიშობ არანაკლებ მე მოუკლებლად ვარჯიშობ შიგნით ახლა ვარჯიშობ ჭყალებში ახლა რას გულისხმობ რომ ასე ვილაპარაკო აი ეს ბუნებითაც არ მქონია მე სახის კანივით არ გადმომცემი ერთელი 56 წელია მე რეებიბა გამოვლილი რაღაცა ბედის წერამ თუ რაღაცამ და მე რაღაცა შედეგი არის ის რაც არის იმის ძალისხმევის შედეგი შენ შეგიძლია შენ არჩევანი გააკეთე და იგივე ენერგია რითაც შენ ამას აკეთებდი მე მგონი კითხენ რაც უკვე ასაკიდან გამომდინარეც გადაერთებები უკეთეს ისეთ საქმეებს მიაღწევ ისეთ აღმოჩენები გექნება რომ აი გაუგრებული ხდები საოცარი არასდროს არ დასრულდება აი შეიძლება დასულ იქ არ დასრულდება შენი შინაგან სულიერი ბიცეპსების დააყენებს ხო ზუსტად აი ვექტორი რაზეც ვსაუბრობთ მგონი ვექტორი რაზეც ვსაუბრობთ რომ მგონია რომ აი იქით ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ იყოს მიმართული რა მაკეთ მაგზაზე არ ვიცი გავარ თუ არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ ვიდგე უკვე ხო და ბოლო კითხვა მაქვს რა თქვენთან ну თოდესაც ვარჯიშობ და მოყავთ ჩემი საქმიანობის, ჩემი პროფილის, ასე ვთქვათ, გაპიარებისთვის. ხშირად არის ხოლმე, რომ ну ვიდეოებს ვიღებ, ხშირად ამ ვიდეოებში სულად ტანზებით გახდილიც ვარ, რომ ეს რაღაცა არის. უნებრივია, ხო. რა ის სპეციალისტი ხარ? ერთხელ მაგალითად ერთხელ ეკლესიაში დავდივარ ხოლმე და ეხა სპეციალურად ეხა ისე მაცვია ძალიან სპორტულად, მაშინ ძალიან სპორტულად არ ვიყავი, ეხა უბრალოდ ცოტა ისეთი მაისური მეცვა, რომ სადაც შენი ფორმები ესე მეტყობოდა და მამაოსგან შენიშვნა მივიღე, რომ ესეო ძალიან ის არისო რა, ეხა ქალები გიყურებენ თუ რაღაცა და
აი როგორც სულაში აგიძე. რაღაცა დაახლოებით ისე ვიგზენი თავი მოკლე კაბიდან რაღაც შავლით გოგორო შევა ტაძარში და შენიშვნას მიიღებს რაღაცა უიმე შენო გამოკვეთილად ხო ესეთი ის მქონდა რა ქვია განსთან მქონდა და გამიშთა კითხვა რომ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ეხლა სოციალურ ქსელშიო ჩემ ვარჯიშის ვიდეოს ვდებ мотивация ისიც არის რომ ვიღაცა რომ დაგილაიქებს თუ კარგ კომენტარს დაგიწერს ეს რა თქმა უნდა შეაუნებს და ეს мотивациაც მაქვს არ ვუარყოფ მაგას მაგრამ მეორე мотивациაც ის არის რომ ამითი ადამიანებს რაღაცა პროპაგანდას უწევს ჩემს საქმიანობას რა და გოგონებიც ხო მაგალითად ჩემთან დარბაზში ვარჯიშობენ ან მე ვავარჯიშებ ნუ შეიძლება ისეთი ელასტიკიც იყოს რაღაც ეცვას თუ თავის ძალიან ეთყობა და აი მართლა გულწრფელად მაინტერესებს და რა კითხვა არის შესაბამისად რომ მე ჩემი თქვათ გარეგნობის თქვათ უფრო გამოკვეთილი ჩვენებით მე ვარ დამნაშავე თქვათ ადამიანი რაღაც თუ გაივლებს თავში თუ ის არის დამნაშავე მე რატო ვარ ამ ყველაფერში მე რატო ვარ დამნაშავე ან გოგონამ რა დააშავა რაღაც ამაზად რომ უნდა გამოიყურებოს და ვიღაცა კაცმა შეხედა ცუდცვალით ის გოგონა დამნაშავე თუ ის კაცი შორის მაღაზე არის ერთი ისა მუსულმანი და ევროპელი ქალის დიალოგი ანუ ესე ცნობილის არის რა დიალოგი არ ვიცი რეალურად შედგა ალბათ ნუ ევროპელი ქალი განიკითხავს იმას ძლიერ ჩარს შეყვარ რა თქვენ როგორი შეზღუდულები ჩვენ აი გავდივართ ლამაზად ვიცვამთ როგორც გვიდა ისე აი კიტე და ნუ მოგროთ ხო როგორც მინდა ის თავისუფლად ვარ შეზღუდული არა ვარ და ასე და ასე თქვენ რომ შეზღუდ ახლა ის როგორ პასუხობ ნახე როგორი გააჩი როგორი კუთხით მიუდგები და ვიხარ და საქართველოს შემთხვევაში ჩვენ შეიძლება შუაში დავდგეთ აი ჩვენ არც ირანი ვარ და არც ევროპა ნახე ირანი რაც გეუბნება და იქით ამხარე ჩვენო ირანელი ქალებიო თუ ვიც არიან გარეთ რო გამოვდივართო აი როგორ საგანძურსო თქვენ რო ძალიან ლამაზ საგანძურო გავთო ისა ფანჯარასთან დებთო რაფაზეო თუ მალავთო რაღაცა ჩვენ ყველაზე სილამაზე ჩვენი სახე ჩვენი ქმრისთვის გვინდაო არავის არ ვაჩვენებთო გარეთო სუთაფარული გვაქვს მაგრამ სამაგიეროდო თქვენ ევროპელი ქალები 1000 მამაკაც აბალახებთო თქვენ სახეზე სკეულზე კერძზე ყველაფერს ხო თვალი გინდა არ გინდა ჭამს ხო ესე როგა გინდა არ გინდა სახში რომ მოდიხართო აი ამა ჩამოიბანთო ყველაფერსო ჩაიცვამთ ხალათსო და მთლიანად ესეთი სრულიად უინტერესო და უსახურებები და თქვენ ქმრებს ჩვენ კიდე გარეთო დაფარული გვაქვს ეს ყველაფერი არავის თვალი არ ხდება როგორც კი მოვალ სახშიო ფერუმარი წავისვამთო გავიხდით ამასო და ჩვენ გვართ ხდებითო თელი საგანძური მისი არის ლოგიკა არ არის დაუშვა უკიდურესობები არ ჩემი ცოლი მაგალითად სახშიც ძალიან ლამაზია და გარეთაც ძალიან ლამაზია ხო და ზედმეტი მეთქი აი მოდი დასკვნა გავა ქრისტიანობა არის რა ჩვენ ყავს ადამიანი ღმერთი ჩვენ არ გვაქვს ფანატიკო ცაში მყოფი ღმერთი რომელსაც მეთაყვანებით შიშით არამედ რომელიც კაცი იყო ჭამდა სვამდა ვიღაც ხალიც ეხებოდა და ამის გამო განიკითხავდე დაუბანელ ხელი ჭამო ეს რა არის ვიღაცებს დადიხარდა ჩვენთან იგივე არის დღესაც ქრისტე ანუ ადამიანია უბრალოდ არის შუაში ყველაფერი აი ჩვენ სხვათაშორის კავკასიაში და ქართულ ხასიათში ეს არის ჩვენთან არც ჩადრები აქვს ქალებს მაგრამ არც ის რომ ყველაფერი სულერთია და რა აი თუ შევინარჩუნებთ ბალანსს რომ თუ ჩვენი მიზანი ის კი არ იქნება როგორც სახარბაში წერია რომ თქვენი სამშვინელი იყოსო არა გარეგნულიო არამედ შინაგანი გულის კაცი ქალებს მიმართ ეს სულაც არის შესო ქალებს ეუბნება რომ საყურე არ გაი არა მიზანი ეს არ იყოს რომ გარეგნული წამოწევი გარეგნული მაინც წარმავალი შინაგანის მოემსახუროს გარეგნული ანუ ის საყურემ მე შინაგან შენ სული უნდა დამანახო სილამაზე მაგრამ თუ შენ ისე ხარ გამოწყობილი რომ სულში კი არ მიშვებ გარეთ ტოვებ უკვე შენ მე მაგდებ ხო თუმცა აი ეგ რთულია ხშირად და ეგ ზუსტად ეგ ბალანსი სად არის და ეგ ზღვარი სად არის მანდ არის კამათი ბალანსი არ აქვს მაგრამ მივიდივარ ბალანსი საიდან იწყება ეგ ზღვარი სადაც მე სხეულთან ტოვებ არ აქვს ჯერ ეს და ამიტომ არავინ არ მოსთხოვოს არავის ჯობია გავიზარდოთ მივდივარ ჩვენ აქეთკენ როდესაც აი ზუსტად შედგება ეს ბალანსი და სხეული და მთელი მატერიალური სამყარო მოემსახურება შინაგან ადამიანს და მისი სიკე დამამშვენებელი ზუსტად და აი იქნება ყველაზე მთავარი ჯერ შინაგანი სილამაზე, სიყვარული, მართლა ღმერთი რო გიყურებთ მისგან და მე ყველაფერი ლამაზია, ესთეტიკა.
თავისთავად რას ლაპარაკობ ქალი და როგორ შეიძლება ესთეტიკის გარეშე ესთეტიკა არ არის ყვავილებს შეხედე როგორი პრანჭებია ეს არ გელაპარაკება რომ შენც არა გაქვს პრობლემა რომ შენ მრავალგვარად ჩაიცვალ ამაზე ჩაიცვალ მერზე უფრო დიდი ესთეტიკოსი და შემოქმედი და მხატვარი და მოქანდაკე არავინ არ არის ხო რამდენიერი ყვავილი ახლა ჩემი მეუღლე პატარა ახალ სახლში გადავედი სულ პატარა მიწის ნაგლეჯი ქონდა ესეთი აი 15 მეტრო სიგრძის კიდე მეორე და ისეთი რაღაც აი ჩემთან მოხდა გაჩვენე 100-300 სხვადასხვა ფერის ყვავილი უყურებ თითქოს ყველა ერთმანეთს ეჯიბრება არც ერთი ერთმანეთს არ გა იმას ფორმა სხვანაირი აქვს იმას სხვანაირი ამას ფერი სხვანაირი იმას სიდიდი ზომე თვალს ვერ აშორებ და ახლა როგორ ფიქრობ ადამიანებს შექმნი და ერთნაირ დიახ იყავი ისა ლამაზი იყავი აღაფრთოვანი სამყარო დაანახე ღმერთი უბრალოდ კიდე გეუბნები რომ ბალანსი არ დაარღვე ზედმეტად რაღაცა არ ემსახურე კერპებს მამაგურამ მე მგონი ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა მე თვითონ ძალიან ბევრი პასუხი მივიღე და ისეთ ჩემთვის საინტერესო კითხვაზე და იმედი მაქვს რომ ეს კითხვები ჩემს მაყურებელსაც ჰქონდა ალბათ მადლობა რაღაც გამოგვივიდა ყოველ შემთხვევაში რომ გადავდგით ნაბიჯი ერთმანეთის თითქოს ასე პოლარული სინამდვილით ხედავთ შიგნით არის რაღაცა წერტილი მდგომარეობა რომელსაც ყველა ვატარებს საიდანაც ყველა ვარ გამოსულა სადაც ყველა მივალ ბოლოში ანუ ის მდგომარეობა ეს უნდა ვიცოდეთ აპრიორი რომ ის რაც ჩვენ გვამთლიანებს გვაერთიანებს ის არის ნამდვილი და რაც განგვასხვავებს ეს არის დროებითი ანუ წუთისოფელს არსებობა თავის თავში არ არის წუთისოფელი არის ადგილი გადასალახი ადგილი უმსგავსობის მდგომარეობა უმციფრობის მდგომარეობა ხო სიმწიფე ეს არის ქრისტე უკვე მოცემულია უკვე და მასში ზრდის სხვადასხვა კონდიციაში ვარ ჩვენ ადამიანები. ამიტომ მოდი რა მივიღოთ ეს განსხვავებულობაც. ახლა ნუ ეცდებით რომ ყველანი გადავიყვანოთ ერთ ხარგაზე, მე რომ მინდა ასე. ამან რა მოგვიტანა ჩვენ ვიცით წარგაგვეთილების ისტორიაში, ხო? ყველაფერი რო გადახედო, როგორ უჭირდათ ადამიანებს განსხვავებულები აზრების მიღება და დღეს მადლობა ღმერთს 21 საუკუნე ძალიან წინ წასულია იმით რომ ჩვენ ვიღებთ ერთმანეთს ჩვენს განსხვავებულობაში და რატომ? იმიტომ რომ ღმერთი გვიღებთ. რატომ? იმიტომ რომ უყურე აქ რო არის ერთი და ღმერთი ერთია, მე ვარ ღმერთის შესაძლებლობა, მე ღმერთთან რომ მივიდე, მე რაღაცა დრო მჭირდება და განვითარება. უცბად ვერ ვიქნები, ამიტომ როცა მომთხოვ შენსთან და მე ვაჟი ვერ გავძლებ უკვე, გესმით? მე ამდენ ღმერთი მიტოვებს სიხშირეს, მიტოვებს ასპარეზს, მიტოვებს იმას, რომ ვწოდო. დიახ, გამოცდილი კაცი არის, ცოდვებ გამოვლილი კაცი. და როცა ჩვენ ადამიანს უყურებ და ოდენავ შეცოდავ და ქვას ესვრი, ესე გეუბნება პირველ ქვა იმან მესურვებს, ვინც უცოდველია. ცოდვა შეუძლებელია, როგორც ბავშვი შეუძლებელია გაიზარდოს შეცდომების გარეშე. ანუ ღმერთში რომ მე ვიზრდებ, მე ვარ უზრდელი ქრისტე, უხეშად ვთქვა. უზრდა ზრდანაკლული, უმსგავსო, არასრულყოფილი, მკვახე, აი ლეღვი, აი ახლა დღეს ქვასავით, რომ ნახო გასინჯო საშინელება უფერული უსახო. აბა ნახე შენ თავის დროზე სიმწიფე ჟამი რო დაუდგება, ხელში რომ მოკიდებ რა რბილია, რომ გადადო უტკბილეს, უგემრიელეს, რატო თუ ლეღვზე იზრუნა ღმერთმა? თუ დღეს ჩვენ ცოტა მკვახეები ვარ, ცოტა მომჟავოები ვარ, ცოტა უსახურები ვარ, არ მოარყოთ ერთმანეთი. დავინახოთ ამ მკვახეში, არასრულყოფილებაში სიმწიფე. ყველაფერი მიდის სიმწიფე, ხო სიმწიფე უკვე ქრისტეა. მე მივდივარ სიმწიფისკენ. მანამდე გზაში ვარ, ამიტომ წუთისოფელი არის ჯერჯერობით მდგომარეობა, რომელიც მიდის სათასასოფლებისკენ, ანუ ქრისტეს სრულად შედგომისკენ ამ სამყაროში სისრული. მანამდე გზაში ვარ და მივიღოთ ერთმანეთი ამ გზაში ყოფებათ, ხო შეიძლება? ვიზრდებით, ის ერთი მიგვეზიდება ყველა. და დავეხმაროთ ერთმანეთს, ბიძგი მივცეთ ერთმანეთს, ვირწმუნოთ დიდი სიცოცხლე, რომ სამყაროს აქვს კეთილი დასასრული. მიდის დასრულებისკენ და არა გრევისკენ. წუთისოფელი. წუთისოფელი გაიწოვება და დარჩება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული. აი ეს დევს ვიყოთ ამისი ცხოვრებითაც მაგალითის მემცემები, ვიცხოვროთ ამ წესით და სამყარო აუცილებლად ერთხელაც დილას თვალს ავახელთ და დავინახავთ იმ საქართველოს, იმ სამყაროს, რომლისკენაც ჩვენ მოვდიოდით, ჩვენი ცრემლები, ჩვენი ნატრები, ჩვენი ოცნები დავინახავთ, რომ ყველა ცრემლიდან ყვავილი ამოსულა. არც ერთი ჩვენი ტყივილი, არც ერთი ჩვენი ცრემლი, არც ერთი გულგატეხილობა, არც ერთი შინაგანი წმენა თუ ძალისხმევა
არ რჩება იქ რეალობის გარშე იქ იქცევა ყველაფერი, იმიტომ რომ ეს არის იმის ანარეკლას ფეშ იქ არაფერი არ იკარგება. და ჩვენ ერთხელაც დავინახავთ ჩვენი ძალისხმევების შედეგს. განათებულ სამყაროს და სიყვარული და სიცოცხლის სავსე სამყარო. შემთხვევაში სიცოცხლის შვილები ვარ. არ შეიძლება სამყარო იყოს ქაოსი და უაზრობი და დაწყებული, როცა ამხელა სიყვარულებს და შესაძლებლობებს ხედავთ ადამიანები. როგორ შეიძლება ეს რაღაცა უსახურობი და მოდიდეს და ისევ უაზრობით თავდებოდეს. ჩვენ წამს მით უმეტეს ქრისტეს აღდგომით, ჩვენ დამატებით მოგვეცა რწმენა, რომ თუ ქრისტეს აღდგომაში იმ სამყაროს უკვე გემოვიხილეთ. ჩვენ რომელმაც მიგვიზიდა და მანამდე არ გაგვაჩერებს, სანამ არ მივემსგავსებით იმას, ვისით დაგეშილები ვარ დღეს. მაგ იმედით რომ არ გავჩერდებით. ლამაზი სიტყვებიც რო იყოს, ოცნებაც რო იყოს, მე ვარჩევდი ამ ოცნებით მეცხოვრა, ვიდრე ამის გარეშე რაღაცა რა დავამტკიც რა, რომ სამყარო მექანიკაა და კაი, დავამტკიც, მე აღარ მინდა. მირჩევდი ამ ოცნებაში მოვკვდე და ვიცხოვრო, თუნდაც ოცნება იყოს. არა თუ ის რომ ქრისტეს აღდგომის ფაქტის უთხოვარობაში დარწმუნებული ვარ და კიდევ უფრო მეტად დავწუნდები. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს თქვენც მოგეწონათ მაყურებლებს მიმართავ და კიდევ გეტყვით რომ გამოიწერეთ ეს არხი და დალაიქეთ ამ ვიდეოზე, იმიტომ რომ ეს საქმეს თუ მოგწონთ ის საქმე, რასაც მსახურები და კონტენტსაც ვქნი, ამ პატარა საქციელით ძალიან დიდ საქმეს გავუკეთებთ ამ არხს. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა შენ გიორგი, მადლობა მოწვევის და აი ამ ესეთი საუბარი.